სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო, პოდკასტი არასერიოზული, ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა, შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი. კონტენტის წარდგენი არის აჭარა-ბეთი. ეს წივილ-კივილი, რაც ეხა გესმით, ეს არის ძალიან მარტივად ახსნადი. ეს არის სტუდია, თქვენ იცით და რადგან არის სტუდია, აქ არიან ბავშვები. ძირითადად პოდკასტი იწერება ხოლმე, როდესაც ბავშვები არ არიან, მაგრამ ხანდახან არის დამთხვევა და აი ესეთი ამბავია. არ ვიცი, მოესწრება თუ არა პოდკასტის ბოლომდე სიჩუმე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე AI-ით გამეწმინდა. ირაკლი კეკელია გახლავთ, ჯეომაინერი, რავი, კიდე შმაინერი, რაც გინდა დაირქვი. ჩემთვის ირაკლი ეხლა. ეხლა უკვე ცოდნის სპორტ ნახე, რა დერს გაჭერს. მაინც რა ვაფშე შეცვალე პონტი Minecraft-ს მიანებე თავი? მე Minecraft-ს მივანებე თავი, კაი წლები უკვე თითქმის რა. ძალიან გამახარა მაგამბავ, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ ვიკაიფე. და სულფრილად. დღეს ვიბაზრებთ მაგაზე. შენ როგორ მკერავდი ოდესღაც რომ Minecraft-ი მეთამაშა, მაგრამ არ გამოგივიდა. გეტყვი რომ ვიყავი კინოში. საშინელება იყო. გუშინ წინ ბავშვის ფილმი აშკარად ბავშვის დასაყვანი, მაგრამ ჩემ ჯერ პატარა. მე და მარიამი რაღაცა 2 საათი რო გაქოჩს და რა გაგადის კინოში რა არ მინახავს და ეგ გაიჩიტა შევედი და ბიჭო ძალიან რაღაცაერი ფილმია საყვარელი ბავშვი, მაგრამ ერთ მომენტზე ნახე. ბოლოს ჩაბიფსი სიცილით, ანუ დანის დარტყმას რო ცდილობს ის ჯადოქარი ამ ჯეკ ბლექსზე. ვაიმე არა. მაგაზე მარტო მაგიტო მიღირდა, ხო, მარტო მაგიტო მიღირდა მაგ ფილმის ნახვა. ანუ თუ ნახეთ, მიხვდით, თუ არა და თუ დიდები ხართ არ ნახოთ, კინოში ფული არ გადაიხადოთ. მაპატი ეკავია, თუ რაც ხარ. სადმე ტორენტზე მოძებნეთ ნახეთ და ბოლო მომენტში მაგრად იცინებთ ამას გვირდებით. კაი, როგორ ახარ? მითხარი 1 საათ გვიან დავიწყეთ, იმიტომ რომ საქართველოს საცობები და წვიმები და უბედურებები იყო. აბა რა ხარ მომიყევი? ნორმალურად ვარ. ფილმს რაც შეეხება მეც ვნახე. არ მომეწონა. ოღონდ არ მომეწონა პირველ რიგში იმის გამო, რომ აი ზუსტად ბავშვებისთვის არის გაკეთებული ფილმი. ძალიან საბავშვოა. და არა დიდებისთვის რა. საქართველოში მაგალითად, ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ბავშვი თამაშობს, ვიდრე დიდი, მაგრამ უცხოეთში ეგ ძალიან დაბალანსებულია, უფრო 50-50-ია. აი კონტენტ კრეატორები, რომლებიც Minecraft-ის კონტენტს ქმნიან, უფრო პოპულარულები არიან დიდები, ვიდრე პატარები რა. ანუ 17-18 წლის ტიპებზე უფრო ხო, ალბათ, ბაზარი არა. პოპულარულები არიან 30+ გამო. სიმართლე გითხრა, დარბაზში 2 უფროსი ვიყავით. ანუ მშობლებს თუ არ ჩავწვით ბავშვებთან ერთად და რაზე ვყადავდი, იცი რომ რაღაცა პონტები ხო იჩდებოდა ძალიან შიდა თემა, რომ უნდა ერკვეოდე ლორაში რა. და ვაფშე რო ვერ ხვდები. ხო იცი და ეს გამოჩნდა. ვეთქვი, ვინ გამოჩნდა? ჩერკინის რაღაცა ფრთები ახატია ფეხზე. ვინ არის? ვფიქრობ, ალბათ ვიღაცა დერსკით. ერთადერთი ვიზაც ვიცოდი. პატარა გოჭი რო იჩითება გვირგვინი თავზე. აი მაგ ტიპის სტორი ვიცი. ხო, ვინც არიცით, ეს იყო სტრიმერი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თამაშობდა ამ რაღაცა ნიკით თუ ობრაზით თუ რაღაცა, პატარა გოჭი იყო თავზე მეფის გვირგვინით და მერე დაემართა ნიტო სიმსივნე თუ რაღაცა და გარდაიცვალა. ხო, რა სიმსივნით გარდაიცვალა და Minecraft-მა ჩაამატა რაღაცა, მე მგონი პოსტერზე, პონტი და ამ ფილმშიც არის ერთი მომენტი, რომ ეს რაღაცა გამოცოცდება და ესო ვინ არის ერთ-ერთი პერსონაჟი ეკითხება, მეფე არისო, აქაურობისო და არავ, ესო ლეგენდა არისო რა და ну აი ერთადერთი ეგ პონტი ვიცოდი. ის ფრთებიანი გოლუმი, ვინ ჯანდაბარი, ფეხებზე რომ ანგელოზის ფრთები ვითახატია. აზე არა ვარ ვიზი. ვიღაცა არის, რაღაცა გოლუმები არიან დიდი. რკინის გოლუმები, მაგრამ ერთი არის რაღაცა ფრთებიანი. ის ერთი საერთოდ არ არის თამაში. ანუ ვაფშე არ არის თამაში. და თვითონ ფილმს რაც შეეხება მაგ პერსონაჟის გარდა, ანუ მაგ იუთუბერის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ისტერეგი იყო, რომელსაც ვერ დაამუღამებს ის ტიპი, ვისაც არ აქვს თამაშები რა. ხო და აი მაგ პონჩი, როდესაც ლორაში ეგრე ერკვევი, მაინც მაგ ისტერეგების ხათრით მაინც ვერ იკაიფე? ვერ, მართლა ვერ. ერთადერთი ჯეკ ბლეკის გამო ვიკაიფე, რომელიც ძალიან გვარს. ანუ მაგრამ მამოა ძალიან კარგი. რაც არ უნდა ითამაშოს, რა პერსონაჟიც აი მე მგონი ერთ-ერთი პირველი სადაც ეგ ტიპი აღმოაჩინა იყო გულივერის მოგზაურობაში. გულივერამდეც იყო როკ-ენ-როლში კი დაისინე ხო? კი რა თქმა უნდა, მაგრამ სადაც მივხვდი რომ მეთქი ყველანაირ როლს ძალიან მაგრად მოერგება რა. სუპერკაცია ორე. თან მეღერის ფანტასტიკურად, ანუ თან რაღაცნაირი კეთილი ვაიბია ყველაფერთან ერთად რა. ანუ აი ჯიგარი პიცა ტიპის ისა. ბიძერი არის თუ რაღაცა და ეს მამოასთან ტანდემი ძალიან სასაცილო იყო. ბიჭი ფეხს როგორ იქნევს ტრიალში, ანუ აი
რაღაცნაირად კარგი დუეტი შედგა რა ის ვიღაცა პერსონაჟები ეს ბავშვები რაღაცები გავიგე მაგრამ ეს ორი იყო აი მარგალიტი რა ნუ ალბათ მაგის გამოც მილიარდს აფთა გაკეთდა ერთი მიზეზი რის გამოც ნუ ბევრი მიზეზი არის რის გამოც არ მომეწონა ერთ-ერთი არის ლორი ანუ ლორს აცდენილი ხო არის და თან პლუს ძალიან ბევრჯერ გადამღერებული რაღაც მოხდა აქაც ანუ ტიპები იჩთებიან თამაში ზუსტად ისევე როგორც ჯუმანჯის თემა არის მე მაგის გარდა რაღაცით წააგავს იმას ნარნიას იქაც ნუ იქ გასაგებია ხო ჩერესკაპი აქ ჩერეს პორტალი ან ეგ ხო მილიონჯერ არის რა გადამღერებული რა და ძალიან ყელშია უკვე რა აი როგორც ჰორორ ფილმები არ მიყვარს რის გამო იცი ანუ წინასწარ ხვდები როდის ამოხდება სკრიმერი ხო და ანუ აი სიუჟეტური ხაზი რო ვერ ვითარდება ისე როგორც ზოგიერთ ფილმში მით უმეტეს ეხლა უკვე კინემატოგრაფია ისეა წინ წასული გული დამწყდა რა ანუ შეიძლება და კარგი რაღაც გაკეთება და ვერ ქნეს მაგრამ ნუ ფული იშოვა უნებროზესმა სერიოზულად უკვე რა და გადაცდება უეჭველი კაი უყურე მაინკრაფტზე დიდი ხაილაპარაკი სულ ჩესნად არ მაქვს მაგრამ ლორა რადგან ახსენე რა ლორა აქვს მაინკრაფტს ანუ მაინკრაფტის ზოგადად რატო არის ეს თამაში ჩემთვის იყო ყოველ შემთხვევაში იყო ანუ რამე სხვას კი არ ჩაუნაცვლებია უბრალოდ დრო მოუცლელობა ალბათ რაღაც პრივატსაკიც ხო რა ეს არის თამაში სადაც არ გაქვს არანაირი მისია არაფრის კეთება არ გიწევს ანუ არ გიწევს აბსოლუტურად თავისუფალი ხარ ხშირად გამიგია შენგან მათ შორის ნაითოქებშიც რომ ანუ გრაფიკის გამო ვერ ითამაშებ მასალას მესმის მაგრამ ამავდროულად მაინკრაფტს რომ ისეთი გრაფიკა ქონდეს როგორც პირობითად ვამბობ GTA-ს აქვს ვერც ერთი კომპიუტერი დედამიწაზე ვერ გაკაჩავს იმიტომ რომ მაინკრაფტის სამყარო არის 16 ჯერ უფრო დიდი ვიდრე დედამიწა და GTA-ში პრინციპი როგორია ანუ GTA რატო გირენდერდება იმის ხარჯზე რომ შენ რო პირობითად ერთ შენობას რომელიღაცა მანამდე ის არის ჩასარენდერებელი სანამ არ გავხედავ შენ რო სანამ არ გახედავ კი არა შენ რო პირობითად ახალ მისია შეასრულებ ის შენობა უკვე აშენებულია ისე ვისე როგორც მანამდე იყო Minecraft-ში როგორია იცი აი აქ რო რაღაც ბლოკს შეცვლი მე მილიონ ბლოკს გაივლი და უკან დაბრუნდები ზუსტად ისე დაგხვდება როგორც შენ შეცვალე რა მათ შორის მექანიზმები მთელი ამბები ეს ონლაინია აუცილებლად არა აუცილებელი რომ ონლაინი თამაშო ანუ არის single player-ი multiplayer-ში არის თამაშები სხვათა შორის როგორი თამაშებია იცი აი სააზროვნო თამაშებიც არის და არის რაღაც ხელის მოტორიკას რო არ ვითარებს ან მეხსიერებას აი მაგალითისთვის კრეატიულობასაც არ ვითარებს ეგ თამაში ნუ ალბათ ხვდები ისედაც რა ჩათვალი ულიმიტო ლეგოს კუბიკი გაქვს და რაც გინდა იმას ააწყობ ინსტრუქცია არც ერთს არ მოყვება არც ერთ კუბიკს რომელი კუბიკიც გინდა იმ კუბიკზე დაადე რა და ანუ ტიპებს აქვთ გაკეთებული ქალაქები როგორც ამ Jack Black-ს ხო აი გამბავია რა ოღონდ Jack Black-ს რაც აქვს იმ ფილმში ეგ არის ამის ამ თამაშის 0.00001% რა ვიცი დედამიწაზე ამდენჯერ დიდიო რა შემოიხატება წიროვია რომ უსასრულოდ ესე ვივლი 16 ჯერ 40,000 წელი დაგჭირდება უბრალოდ წინ რო იარო იმისთვის რომ მიხვიდე ბოლოში ხო ისე იქ ბრტყელია არა ხო და რას ვიზახით ამ გზაში რამე ლორა გასაქვია ფაუნა რამე იქნება კი ყველა ანუ შეკვდება ცხოველები ფაუნა მაღაროები არ გამეორდება დაჟე ის კი არა რომ არ გამეორდება აბსოლუტურად ყველა world-ი რომელსაც აგენერირებ არც ერთი world-ი არ ემთხვევა ერთმანეთს ანუ ყოველი ახალი სამყარო არის ახალი სამყარო აი ყველა აბსოლუტურად ყველა რა სერვერი აქვს შეგეთ რა სერვერი არ უნდა გენერაცია არის რომელიც არის აწყობილი იმაზე Java-ზე რა ერთ-ერთ ყველაზე ბანძ არა ოპტიმიზირებად სისტემაზე და Java-ზე ბავშვობაში Java-ზე კი დღემდე მაგაზია ფიჩო ანუ ეხლა შენ წარმოიდგინე ეს რო Unreal-ზე იყოს და ამავდროულად ზომა კონდეს რაღაც 16 ჯერ დიდი ვიდრე დედამიწა. ხო და ხო ვერ გაკაჩავს. გადაიწובה, ხო, ყველაფერი გადაიწובה, კი. სვეჩი გადაიწובה. ხო და რაღაც NASA-ს კომპიუტერი რო კონდეს პირობითად და რაღაც ეგეთ იქნა, კი ბატონო იზო, მაგრამ ნუ ხო ხვდები რა თამაში არის გათვლილი ბავშვებზე. და არა მარტო ბავშვებზე, ინჟინრებზე. იმიტომ რომ Minecraft-ში მაგალითად შეგიძლია რომ კომპიუტერი ააშენო. ოღონდ რეალური კომპიუტერი, ის კომპიუტერი რომელიც სახლში გაქვს. და იმ კომპიუტერში რომელიც Minecraft-ში ააშენე, ითამაშო კაუნტერი. ანუ სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. ნუ მაგას მე ვერასდროს ვერ გავაკეთებ, მაგრამ არის ტიპები, ვინც მაგას აკეთებს. გესმოდეს ოღონდ პონტი, ხო? ანუ ინჟინერია უნდა გესმოდეს რა. ანუ სქემების ნაწილები მოიპოვება ყველაფერი. არის რამდენიმე ვერსია თამაშის, არის survival-ი, creative-ი და hardcore-ი. survival-ში უბრალოდ მიდიხარ ხეს მოჭრი და მე ამ ხის მატერიალს გამოიყენებ. მეორეში ანუ აი ამ იმაში creative-ში გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი ულიმიტოდ. hardcore-ში პრინციპი არის ისეთი, რომ ანუ ერთხელ რომ მოკვდები მორჩა რა, ანუ ის world-ი იშლება. ანუ წარმოიდგინე შეიძლება ტიპმა იწვალოს მთელი წლები აშენოს
ნიუ-იორკი ააშენოს რაღაცას, ციხესიმაგრები და მოკლედ და ზომბებმა დაგბრიდონ. იქ პრინციპი როგორც ვიხდი ეგა, რო ღამდება, რაღაცები ხდება, ხო? კი, ანუ აი ფილმში ეგ მაგალითად კარგად იყო, ყოველ 12, ანუ 20 წუთი გრძელდება დღე და ყოველ 12 წუთში ერთხელ ღამდება რა. ანუ 12 წუთში დაღამდება, მე 8 წუთი გრძელდება ღამე. ეს არის, რა ქვია, ზომბები ჩდებიან რაღაცეები. კი, მაგრამ ეგ დასაწყისში გადარდებს, ანუ პირველი 10 საათი რო თამაშობ და მე უკვე იმდენად კარგი არმორი გაქვს და რაღაცა ძირთად მე უკვე სისულელეს გამოვკვდები, ანუ საიდანაც ჩამოვარდი და ანუ ეგრე კვდები, სიტყვა საიდანაც რო ჩამოვარდი კვდები. თუ გააჩნია სიმაღლის რა თქმა უნდა. რაღაც პონჩა ესე თუ გევასება მიკროსამყაროები შექმნა რაღაც პონჩა ალბათ. ხო, ანუ წარმოიდგინე რომ რაღაც ცოტა ისე კიჟღერს ტრივიალურად, მაგრამ ანუ წარმოიდგინე ხარ ღმერთი, რომელსაც შეუძლია ტერაფორმირება ისე შეცვალოს ყველაფერი თავისი გლი, როგორც მას გაუხარდება. მე მაგალითად ამიშენებია ძალიან დიდი რაღაც იაპონური კულტურის დასახლებები. ქონია ჩემი პორტები, გემები ამიშენებია და ასე შემდეგ. და მარტო დადიოდი მე ამ ყველაფერში, თუ აი ანუ მან შემიძლია რომ მარტოვია რომ მეგობრებთან ერთადაც ვია რომ ეხლა მე მაგალითად ძალიან დიდი ხნის წინ მაშინ როცა ყველას გვეცალა სამეგობრო წიდან მქონდა როგორი რაღაც გაკეთებული იცი? მე მაგალითად ქვიდიჩის სტადიონი გავაკეთე. ჩემმა სხვა მეგობრებმა ზოგიერთმა რაღაც Game of Thrones-იდან რაღაც ციხესიმაგრე ააშენეს. ვიღაცამ Lord of the Ring-იდან ააშენა კიდევ რაღაცა, ხო ხდები? ეგ პროსტა ამსგავსებ ვიზუალურად თუ რამე მოიპოვება იქაც ეგეთი ნივთები. არა, იქ როგორ აიცი? არის კიდევ უამრავი მოდი. აი მაგალითად Minecraft-ში არ არის იარაღი, არც სისხლი არ არის, არაფერი არ არის რა. ანუ ბავშვისთვის მაგიტომ არის შედარებით უფრო ისეთი რა. Family friendly თამაშია რა, მოკლედ. მაგრამ არის მოდები, რომლებიც ამატებენ კიბებს, ფანჯრებს, ანუ ისეთ რაღაცეების აშენება შეგიძლია, რაც რეალურ ცხოვრებაში გაქვს. ანუ მე რო თქვი ცოტა ხნის წინ რომ ანუ ტიპებს აქვთ ქალაქები აშენებული, თქო მე ის არ მიგულისხმია რომ უბრალოდ ქალაქი. ანუ ერთ-ერთში ნიუ-იორკი აქვს გამაევრებული. და დადიხარ ათვალიერებ. და ჯერ კი არა სადღაც 1-4-5 წლის წინ Minecraft-ში გადმოვიწერე. ოღონდ როგორ აიცი ის Worlds რო ქმნი თავიდან არის 2 მეგაბაიტი რაღაც 5. და მე უნდა ჩაგეკითხო პროსტა უკეთესად ანუ აი შენ შექმენი სიტყვაზე ნიუ-იორკი. მე შეგიძლია შემოხვიდე. როგორ უნდა შემოვიდე? აი პინჭირდება? არა. I am World is file saves გიგდებ შენ. ოდეს მე სავარაუდოდ ხო არ ჩაუგდა ესე ვიღაც დაუპატიჟებად ადამიანი ვერ შემოვერაფერს გაგიჩებს. ოკეი. ხო და რაღაც პატარა რუბრიკასავით მქონდა, ნუ კაინდა შემეცნებით თემა იყო და რაღაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დავათვალიერებინე ხალხს Minecraft-ში. იმიტომ რომ გრაფიკა იყო ისე. არა, მანდ უკვე რა არის, იცი? pixel art ხო იცი როგორ რაცა? აბა მიხსენი კარგად. pixel art არის, წარმოიდგინე მათემატიკის იაპონური კროსვორდი. გსმენია? მინახავს. რო ხატავენ, აფერადებენ ციფრების დახმარებით. რაც უფრო დიდია მასშტაბი, მით უფრო დეტალური არის სურათი. ანუ წარმოიდგინე შენ რომ გიგანტურ მასშტაბებზე უნდა გახვიდე რომ მიიღო დეტალიზაცია მაშინ. აი ეგ ამბავია რა. ოღონდ შორიდან რო უყურებ და რა დრო დაჭირდებოდა სიტყვაზე ნიუ-იორკის გაკეთებას. ნუ იმის გათვალისწინებით რომ მოდები არსებობს, რომლებიც გაძლევენ იმის საშუალებას რომ ერთ შენობა აიღო და აკოპირო ან დაუშვათ ერთი სართული ააშენო. პირველი რა. და მე დაადგა რა. ეგრე ხო. და საქმე რა არის, იცი? ტიპები უცხოეთში ამით ფულს შეულობენ, მე ამ რაღაცებს ყიდიან რა. აქ საქართველოში ბუნებრივია ამას ვერან არ გაყიდე, იმიტომ რომ სერვერები არ ყიდულობენ პირობითად რა. ანუ რას ყიდა ააშენის ამ ნიუ-იორკსა თუ გაუტრაკი არ ვიცი, მაგრამ ააშენ ნიუ-იორკი და მიყიდე ვინმე ეს? ხო. ანუ ეს ხო მაკეტია. ანუ შეგიძლია ამ მაკეტში ნებისმიერი ქუჩა დაათვალიერო. და ვიღაცა შეგიძლია მიყიდო რა. აი ეს კი ბიზნესი. შენ წესი და რიგი სავარაუდოდ მინიმუმ გეცოდინება ასეთო კორსა, სადაც არის თბილისის ქუჩა აშენებული და მოკლედ ტიპები დრიფტაობენ. რამდენიმე კომპანიას მაგ თამაშის კონკრეტულად მაგ რუკაზე აქვს ნაყიდი ბილბორდი. და მაშინ კი სერიოზულად და ერთჯერადად გადაიხადეს რაღაც პირობითად 3000 ლარი იმ ტიპს იმ ბიტს რომელიც ამ 3D Max-ში რაღაცაში ან Blender-ში აწყობდა ამის 3D მოდელებს easy money შევა რა, ანუ easy არა ეგ მაგის კეთება, მაგრამ ხო ხტები, ანუ დიდი ხარჯი არ მოუწია რა. და სამუდამოდ დარჩა. სამუდამოდ დარჩება Wendy's-ის ლოგო ან რაღაცის ლოგო, X-ის ლოგო, Z-ის ლოგო, ხო ხტები. ჭკვიანურია. ხო და იგივე რაღაც შეგიძლია გააკეთო შენს ქალაქში, შენ შეგიძლია ააშენო. ეხლა მე მაგალითად მე რომ მქონდეს blueprint-ი, იცი რა არის? არა. blueprint-ი არის ლურჯი ნახაზი, რომელზეც არქიტექტორები ხაზავენ ქალაქს ან შენობას რა. მე რომ მქონდეს, ხო, ლურჯი რო არის. კი ბატონო, კი ბატონო. მე რომ მქონდეს პირობითად თბილისის blueprint-ი, ანუ თითოეული შენობის, თბილისს ავაშენებ. თლიან თბილისს ავაშენებ. და წარმოიდგინე
რომელიღაცა კომპანიას რომ მოუნდეს Minecraft-ში აშენებული თბილისის სივრცეში ბილბორდი კონდეს გაუკეთებ. ხო ხტები? თუ არავინ არ აკეთებს ამას. არა გაყიდვადია? საქართველოში. რამხელა ბაზარზე უნდა გააკეთო? 3 მილიონიანზე? რატო არა? ხო. ძალიან დიდი წვალებაა ეს არა მარტივი ამბავი. და ხო, ფიდბექი ხელა არის. ჩათვალე 3D მოდელირება, ოღონდ იმდენად გამარტივებული, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი შეძლებს მაგას. ბავშვები თამაშობენ ხო ბოლო-ბოლო. ვა, ბევრად უფრო საინტერესო თამაში ყოფილა, ესე იგი ვიდრე მე წარმომედგინა. და პოზიციონირებას იმასთან დაკავშირებით, როგორც შენ ამბობ, რომ აი დაუშვოთ მე მაგას რა მათამაშებს, როგორი ვარიანტია, იცი? მე გეტყვი რატო ვამბობდი? ანუ მე მინდა რომ მაყურებლისთვის დავაკონკრეტო რა. არა შიქთავსის გამო, რომელიც მინიმუმ არ ვიცოდი და ეხლა მოვაჩინე, მაგრამ მაინც აი მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეგ გრაფიკა ასოცირდება, აი შენ რამდენი წლის ხარ? 28-ის. 28-ის. ანუ შენ კიდე პატარა ხარ რა. ჩემთვის ეგ არის პირველი ნაბიჯები. ხო, ანუ 6 წლის ვარ დენდი მაქვს, აი დაახლოებით ეგ ვაიგე. ეს ევოლუცია ჩემს რაღაცა ბავშვობაში იმდენად გვიხაროდა, რაღაცა 8 ბიტიდან 16 ბიტზე მერე რაღაცა ეს ეხლა მგონია რომ ისე ვიგბრუნდები ხო ხდება და მაგას აი ზუსტად მაგას გეტყვი ეგ პოზიცია ხომ მომისმენია რა იმიტომ რომ მე ერთ რაღაცას გეტყვი სანამ გავაგრძელებ შენ ხარ ეკრანს მიღმა ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ეს მინდა რომ იცოდეს ამას სრული სერიოზულობით გეუბნები მადლობა ძალიან სასიამოვნოა პირფერობა და ქათინაური აბსოლუტურად ყველა პოდკასტი მაქვს მოსმენელი აბსოლუტურად ყველა ერთი არ გამიმაზოს იცი რომ პოდკასტი ხო და მაყურებელი ხარ იმდენად განუყოფელი ნაწილი ხარ ჩემი ცხოვრების რომ ანუ მე რომ საჭმელს ვაკეთებ რაღაც ვაკეთებ გისმენ რა მადლობა ძალიან და ანუ იმასაც ვამოღამებ რომ პირველი ეპიზოდიდან ამ ეპიზოდამდე იზრდები შენს და შენთან ერთად მაყურებელის და დაწუნებული ვარ რომ იმ 104,000 ადამიანიდან ძალიან ბევრი არის ჩემსავით რა იმედია ყველას მოკითხვა მადლობა მაგ პოზიციას შეიძლება არ ვიცი რამდენად სამართლიანი არგუმენტი იქნება მაგრამ წარმოიდგინე მე რომ პირობითად დედაჩემს და მამაჩემს უთხრა რომ მიდით რა Death Note ჩაუჯექით ანუ დანტე ალიგიერია მაგრამ არის ანიმე ხო იტყვია რომ მაიცა რა თუ რამე ფილმს უყურებ იმიტომ რომ მულტფილმების პერიოდიდან გაიზარდნენ და გახდნენ დიდები ანუ როცა უნდა რომ დაუბრუნდნენ აი წარმოიდგინე ახლა დარწმუნებული ვარ 100%-ით რამდენადაც არ უნდა აუხსნა ტიტანების შეტევას ვერ ვაჩვენებ ჩემს მშობლებს არადა რომ ნახონ ვიცი რომ ბოლო სცენაზე იტირებს ერთის და მეორეც მეც მქონია მამაჩემზე ყოველ შემთხვევაში ხო აი ეგ მომენტია რა ანუ მიდი და დაუბრუნდი 8 ბიტიან გრაფიკას რა თუმცა ამავდროულად ერთ დეტალსაც დავამატებ Minecraft-ში შენ რო რამე შეგიძლია რომ გრაფიკა დახვეწო ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რის საშუალებას გაძლევს შენი კომპიუტერი. ეხლა მე მაგალითად მაქვს 30 კომპი იდეაში არ ჭირდება, ხო? ანუ სტანდარტულ Minecraft-ს არა. მე ეხლა 30-80 მაქვს. მაგრამ ხანდახან მეც მიჭედავს. იმიტომ რომ მე CD-ის გამო? ხო, მე World-ები მაქვს დიდი რა. ხო. და Minecraft-ის მიღმა კიდევ თამაშობ რავი, კაზაკებს. ხო, ანუ 30-80 მიდევს მარტო იმიტომ რომ შეიდერებით ვითამაშო Minecraft-ი. ანუ ცოტა უფრო ლამაზი გრაფიკით. თუმცა ხშირ შემთხვევაში მიდევს. და ზედა თამასა რა არის Minecraft-ის საბოლოო გრაფიკა რა არის? მე Elden Ring-ამდე ხო ვერ მიიყვარ, არა, ვერ მიიყვარ, მაგრამ RTX ჩაურთავ. RTX კი იცი რაცა. კი, მომინდა ხო იცი გადაწყობა. ხო, მაგრამ ანუ როგორ აიცი? მინიმუმ მაგითო რომ შევქმნიდი რაღაცას. იმის გარდა რომ თამაში შენ აშენებ რაღაცას, შენ შეგიძლია მექანიზმი მოიფიქრო. მაგალითად, აი შენ რო კარი გამიღე აქედან. აი მაკანონ ზომიერებებს როგორ ჩააშენებ? აი როგორ? მაგისთვის გაქვს redstone-ი, ეს არის დენი, ჩათვალე და წერ ფუნქციას? არა, არ უწერ. ანუ უკვე გაწერილი ფუნქციები აქვს რაღაც სხვადასხვა ბლოკებს, მაგრამ ამ ბლოკებს როგორ დააკონექტებ ერთმანეთთან, მაგაზე არის დამოკიდებული თუ რას მოგცემს ეგ ალგორითმი რა. Arduino იცი რა არის? არა. Arduino არის? მე რაღაცა გავიგე ახლა ვაფშე. აი Arduino-ს დახმარებით მაგალითად Eurocredit G-ს შეგიძლია რომ ციმციმის ფუნქცია მისცე. იგივე რაღაც შეგიძლია გააკეთო Minecraft-ში. აი ამ sets Minecraft-ში მე ავაშენებ ალბათ რამდენიმე დღეში და აბსოლუტურად ერთ-ერთში იქნება. უბრალოდ რაც უფრო ახლოს მიხვალ, მით უფრო დაკარგავს ხარისხს. ბიჭო, პოდკასტი რო პატარა პოდკასტის სტუდია რო ავაწყო იგივე ზუსტად Minecraft. ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია მე ჩემი ოთახი მაქვს აწყობილი მაგალითად. ეკაი აზრია. მარტო მაგითო პროსტა გავერთობო და პოდკასტი Minecraft-ში, ბიჭო. გაგვიკეთებია, იცი? 2017-ში მგონი. ეგრე ანუ მიკროფონების თევით რა ხადაობაა, წარმოიდგინე რა. ანუ პოდკასტის სისტემა მქონდა გაკეთებული და
გაგვიკეთებია ასლანას მოკითხვა თუ უყურებს. მოკითხვა, ძალიან მაგრამ მომეწონა ეხა ეს აზრი. მოდი ევროკრედიტი ახსენე და ბარემ გავაკეთე პირველ სასპონსორო ინტეგრაციას ჩემი მეგობარი კომპანიის. მეგობრებო, აი ეხა ამდენი კომპიუტერები ვახსენეთ ხო რაღაცეები. სიტყვაზე თქვენ არ ყოფნით მონაცემები Minecraft-ის სათამაშოდ. ოღონდ საბაზისო ვერსიის არა, აი უკვე ისეთი ვერსიის და ფიქრობთ რომ აი კომპიუტერი მჭირდება. კომპიუტერი მჭირდება, ფული არა მაქვს. რა გავაკეთო? ონლაინ სესხი უცებ შეგვიძლია გავაკეთო, ამიტომ რეკავთ. ლინკზე გადადიხართ და ევროკრედიტში ადამიანურად. ყველაზე მარტივ ენაზე ზედმეტი გაპრანჭვების გარეშე ჰუმანური პირობებით აგიხსნია რა, როგორ რანაირად შეიძლება გააკეთებთ სესხს. აწყობთ ითამაშებთ Minecraft-ს, რაღაცა დაგჩებათ, მე კიდე რა შოკოლადს იყიდით, რაღაცას იყიდით და იქნებით ბედნიერები. ასე რომ, ვისაც ფული უცებ გესაჭიროება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღწერაში გადაბრძანდით ლინკზე. მე ხა საჩუქრით მოვიდა და უთხარი რომ იქ მაჩუქემეთ კი იქა თქო. რო დავიწყებთ თქო. მადლობა უკვე გითხარი, მაგრამ კიდე ერთხელ გეტყვი. ეს კომპანიაც ვიცი, ადრე რაღაცეები მაჩუქეს, ქვია Parseki, არა, ესენი არ არიან. არა. Berserki ქვია იმ მაღაზიას, რაღაც მანგების მაღაზია, მე მგონი მაგრამ ესენი ჯიგრები არიან. Parsek, თქვენ შეგიძლიათ დაემსგავსოთ სხვა მაღაზიას და მაჩუქოთ. Так. მოყევი რა არის რა? მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ დიდად ანიმესთან და მანგასთან არ ვარ ახლოს, თუმცა მიუხედავად ამისა, აი, რამდენიმე ჩამოგითვალე, რაც უდავოდ გენიალურია. ამ მაღაზიაში მე ჩემთვის ვყიდულობ ხოლმე კომიქსებს. იმიტომ კომიქსები მიყვარს. DC-ს და Marvel-ს. და ნუ მოკლედ ვიცოდი რომ მანგაც ქონდა, თავიდან action ფიგურას ვფიქრობდი, მაგრამ მე ის ვერ გავიხსენე რა ქონდა და რა არა. ბევრი მაგ ძალიან საჭირო. ხო, აქნე გამომდინარე, თავი შევიკავე და უთხარი მეთქი რამე ისეთი მანგა შემირჩიეთ. რაც საინტერესო იქნება გიორგისთვის თქო და ვიცითო როგორ არ ვიცითო და შეარჩიეს მანგა ერთ-ერთ ვიცითო რომ გიორგის უყარსო? აზე ხარ როგორი გაფაზრებულია რომ მე ანიმეშნიკი ვარ ეს ძალიან სასიამოვნო არის. რაც შეარჩია მე ესე გეტყვი. წეგანაც გითხარ სანამ შეცვაწყობდით რომ მე ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ანიმეშნიკისგან მე მანგებს იშვიათად გითხულობ ხოლმე. ესე სიმართლე რომ გითხოთ არასოდეს არ წამიკითხავს ონლაინ ვერსიებს გითხულობ. თუმცა რაღაცა რომანები და რაღაცები მაქვს რა ესე მანგის სახით სახში. მითხრეს რომ ეს არის შედევრი რომელიც აუცილებლად წასაკითხია. ვერასოდეს ვერ მივახციე რა, აი რაღაცა ეს არის მუსაში მიამოტოზე აი ეს რა ლამაზია ჯერ მაგ გითი დავიშენი არის შეხედეთ რა სილამაზია რა ლამაზია ხო არ გასცემ მეც მაინტერესებს რა მაგა ხო ესე რომ ბაზრობ და უცებ რომ დახედავ და რა მაგარია ხო და რაღაცა სხვა ანიმეები ვნახე რა გამოვიდა Netflix-მა გამოუშვა ამ ისტორიულ ფიგურაზე და მითხრეს რომ შენ აი ესო წაიკითხებო და მე იბლატავე. ეხა მომეცა შანსი რომ ამას ამ ზაფხულს აი მოტოტურნეში მივდივარ. და კარგი აზრი იქნება, ოღონდ არ გავიპრანჭები, ყოველი სანტიმეტრი რაღაცას წყვეთს, სადრას ჩადებ. თუ იმის ადგილი მექნება რომ ეს წავიღო, აუცილებლად იდეალური იქნება ჩემ ტურნეს გააფორმებს. ვეცდები თუ არა და სახლიც მშვენიერი გამოსავალი. ბიჭო, რა კარგი რა ხო? ხალხო, იმერე თერაპია, ხელი გავუსვი ერთი წამი პროსტა. ხარისხობშით. ხო, იყო ცალ-ცალკე, მაგრამ ეს არის პირველი 3 ტომის გაერთიანება. სულ რამდენი ტომი? 12-ია სულ. ეს პირველი 3-ის გაერთიანება და მითხრეს რომ ყველაზე კარგი არისო ესო და მეთქი ოკეი. ბიჭო რა, აი ეს აქედან აქეთი კითხები. მეც არ ვთქვი, რაღაცა ტოტალი თქვა ხო და მე გავახსნა რომ პირიქით არის. Так, მოდი ახლა ვნახოთ ეს ვინ არის? ეს მუსაშის ამბავი ნახე, ეს სიტყვაზე ძრება. რა ლამაზი საკურააზე. ხალხო, როგორი ისა აქ ციყდა რომ ვაუ, მოდი ახლა ვნახოთ შიგნით რა ხდა. ვაიმე რა ლამაზობა არის. ძალიან გამიხარდა რომ გაგიხარდა. ბიჭო, ხო არ ხადაო, ანუ აი უღრმესი მადლობა, ძალიან საკაიფოა. შეხედე რა ხარისხით არის გაკეთებული. ხალხო, ნუ აი, კაროჩი. ძალიან საკაიფოა რა. ყველაზე დერსკი საჩუქარია ერთ-ერთი ზმნა. საღო, აი გეუნები, ახლა ფიგურაც გამისწორდებოდა როგორ მოგატყვა, მაგრამ ეს და ფიგურა რო შევადაროთ, ეს 100 ჯერ უფრო სასიამოვნოა. ანუ ეს ისეთი ვარიანტია, ნახე, ფიგურა პირობითაც სახში რო დადო, ბავშვი ყოველ ჯერზე ნახავს და ამას კიდე რო გაიზრდება წაიკითხოს. Damn right. აუ. ხო არ გადაობთ, ხალხო, აი
просто ერთი დიდი სიამოვნება არის ეხა აი ამის სახში მისვათ 1 საათში წაიკითხა ამასაც ეხა ის ხო არა ტომეულები ვიტყვარ კითხო 1 საათში დაათვალიერებ და წაკითხული გაქვს რეალურად კომპანია რა ვინა Parsec ხო ნახეთ რომ ძალიან მომეწონა კომპანია Parsec გადაეცით ვინმე მამოჭერით ეს და უთხარით მე აი ოქრო კაცმა მაჩუკა პირველი ტომი მაგრამ თურმე კიდე ყოფილა ტომები თურმე შესაძლებელია რომ ვიღაცა მეს გამომიგზავნოს თლიანი ტომები საჩუქრად და მე ვიტყვი რომ Parsec-ი თქო Parsec-მა თქვა ასე რომ ვიფიქრეთ თორე დაგასწრებენ სხვა მაღაზიებიც არის ოღონდ Parsec-ს ვეტყვი ერთ რაღაცას ის ცალცალკე რო არის ისინი კი არ გამოუშვა ზუსტად იგივე ხარისხით ხო ეს ხარისხზე გადავირიე კაცო ხარისხზე გადავირიე აუ როგორ გაასწორა სახში ხა ამას მე ვიცი რა და როგორ thank you my man thank you very much მოდი ახლა არხზეც ვიბაასოთ ესე იგი გეომაინერი წარსულს ჩააბარე კი რატო მოდი მე ლოგიკური შეკითხვა შენ არ ვიცი იცი თუ არა თლიანი ისტორია ასე თქვა არა ვერ გავიპრანჭები მოკლედ მე YouTube-ზე ვიყავი ჰიტამდე და მყავდა 96000 გამომწერი ჰიტამდე თუ იყავი ანუ შენ ის პირველი თაობა იუთუბერი ხარ ქართული მე თემო გვარაძე ნიკა TMG პიონერებს მე ვისაც ვეძახი ხოლმე ანუ თქვენი დამსახურება ამისთვისაც მადლობა რომ ქართული YouTube-ით დაიწყებათ მაგრამ არა ნუ სტარტი ყველა პონჩი სტარტია რა უყურე რა მოხდა მე დაგიბლოკეს თუ დაგასტრაიკეს თუ 2017 ან 18 წელია წესით უკვე 116000 გამოწერი მყავს ამას მიჩვენებს ანალიტიკა ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყო ვისაც ჩამოსდის ვერცხლის ღილაკი მე ნიკა TMG ირაკლი და გიორგი გეიმსი თუ სწორად მახსოვს მათაც უკვე ქონდათ ეგ ნიშნული გადალახული და უცებ ერთჩვენია დღეს ვიღვიძებ და ჩამოდის არხზე გამოწერთა რაოდენობა 86000-ზე და მოიც 100 გადაცილებული ხარ და უცებ ჯერ ან subscribe ხდება? ხო. და თითქმის ყველას მოვიდა ეგ. მე რა ხდება? ანუ ვიწყებთ გარკვევას, მეხმარება მიხეილ HD, კი ხავდა სტუმრად კი იცი ვინც არის იმ პერიოდის უდიდესი ტექნარი ხო. ხო და ანუ ირკვევა ესეთი რაღაცა რომ YouTube ფილტრავს იმ აკაუნტებს რომლებსაც იშვიათად იყენებენ იშვიათად კი არა აღარ იყენებენ მიძინებული აკაუნტი ხო რა ანუ ვიყიდე ტელეფონი დავუშვა რაღაც წყალს ჩამივარ და გამოცვალე და ის აკაუნტი რომელიც ქონდა Gmail-ი უბრალოდ ქონდა ანუ YouTube-ისთვის კი არ მქონდა just ქონდა რა ეხა არ ხდება ეგეთ რაღაცა ახლა უკვე ნაკლებად ხდება უბრალოდ იმდენად შესამჩნევი არ არის ხო და YouTube-ის ალგორითმისთვის ერთ დღეში დაკარგული დაახლოებით 20000 გამომწერი არის როგორი კატასტროფა იცი? ღმერთმა ეგ არავის არ მოუვლინოს. წარმოიდგინე ყოველ დღე ვდებდი ვიდეოს, ყოველ დღე. ერთი დღე არ ჩამიგდია. Minecraft-ი იყო მაშინ, ხო. 2 წლის Minecraft-ი და ალაგ-ალაგ Fortnite-ს უყურებდი მაშინ როცა ახალი შემოსული იყო. ეს ხდება 2 წლის განმავლობაში. 2 წელიწადში ავედი 2 წელიწად ნახევარში დაახლოებით რა, ავედი გამოწერთა მაგ რაოდენობაზე. თითოეული ვიდეო დებს დაახლოებით 50-60000 ნახვას თითქმის იმ დღესვე იმიტომ რომ მაშინ ბევრი არისო არ ფიქრობთ რომ რაღაც გრანდიოზულ რაღაცას ვიღებდი მაშინ ბევრი არისო რა ბევრი იუთუბერი და შესაბამისად რაღაც დროის გადანაწილების ამბავში სხვა გზა არ ჰქონდათ რაც იყო იმას უყურებდნენ და უცებ ეს 50-დან ვარდება 3000 2500 5000 6000 ერთ-ერთ ну, ბევრი ლაივი მქონდა რა თქმა უნდა, არა მარტო მაგ პერიოდში მანამდეც. ლაივებზე მაშინ როცა შემოდიოდა 4-5000 ადამიანი, უცებ 300 კაცი შემოდის. notification-ები აღარ მისდის ის და მე მესმის შენი ახლა მაგ დაახლოებით რამდენიმე თვის განმავლობაში დავიწყე აქტიურად საუბარი იმაზე, რომ უნდა გაგვეკეთებინა ახალი არხი. იმიტომ რომ ნუ ამ არხს უბრალოდ რა წყალივით ესე მიცურავს, წყალს მიყვება რა. უბრალოდ. ხო და შექმნით ახალი არხი, ეს არხი გამომწერების იდეით შევქმენი ანუ მე და გამომწერება მე ჩემს არხს რაღაც ისე არ აღვიქავდი რომ ანუ ჩემია და პირადია შევქმენით ერთად ვითარდებოდით ხო და ეს ბანერზე მეწერა ერთად განვითარდეთ Minecraft-ში ხო და შევქმენით არხი გამომწერებმა ჩვენ მოკლედ შეურჩიეთ ერთად სახელი და ნუ გადავედით იმ ახალ არხზე დაახლოებით 15-20000 გამომწერამდე ავიდა ის არხი რაღაც დროსთან ერთად ისევ Minecraft-ით მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია როცა ჩნდებიან აი დღეს ვინც ყველაზე პოპულარული იუთუბერებად ითვლებიან ისინი. და ნუ შესაბამისად Minecraft-ი რა თქმა უნდა მეორე პლანზე გადადის, მით უმეტეს შემოდის ახალი თამაში Fortnite-ი, მერე უკვე PUBG
და Minecraft-ი იმდენად პოპულარული აღარ არის, როგორც იყო, თუმცა მე PewDiePie-მ დააბრუნა, მაგრამ მეც უკვე ისე მქონდა რა, ანუ ყველაფერი გავაკეთე Minecraft-ში. აი მართლა ყველაფერი გავაკეთე. დახურე ბოლო. ანუ ხო დაუხურავი თამაშია, მაგრამ ანუ იდეურად ისმა გაკეთებული, რაც ძალიან ბევრ მილიონიან იუთუბერს არ აქვს უცხოეთში გაკეთებული. ნუ ვინც Minecraft-ს მოთამაშეა, იცის Minecraft-ი მაქვს დახურული დაზგის გარეშე. ანუ დრაკონი ვერ გავიგე, მაგრამ ალბათ ზარდ იმისთვის რომ რაღაც ინსტრუმენტები გააკეთო, გჭირდება დაზგა. ხო. და დახურვად ითვლება დრაკონის მოკლა. ნუ პრინცესას გადარჩენა არ არის, მაგრამ დრაკონს კლავ. და ნუ მე ტიტრები ამოდის და მე ან აგრძელებ ან всё ემშვიდობები Worlds. დაზგით აკეთებ מחვილს, ნაჯახს, ხმალს ხო, როგორც არის. აი მაგ დაზგის გარეშე დავხურე Minecraft. ხო. ხო, ერთ დღეში ის კი არა რომ დიდი ხანი თამაშობ. Live streams-ზე. ხო, ანუ ეგეთ რაღაცები მაგ გაკეთებული რა. და უცხოელები მაგალითად დაზგის გარეშე Minecraft-ის რაღაც რამდენიმე 10 საათიან სტრიმებს აკეთებენ და რაღაც 3 კვირის მერე მიდიან აბა გავრისკოთ. ალბათ, სამი მენა გულხარ, მაგ თემაში იმენა გულხარ, ხო. ხო და შემოვიდა ახალი თაობა, ამ თამაშმა ცოტა რომ წაიწია, ხო, Fortnite-ები და ისინი შემოიყარა. ამ თამაშს ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები და დარჩა OG მაყურებელი რა. თან თემა რა იყო? მაყურებელიც ხო გაიზარდა, წარმოიდგინე 2016 წლიდან ვარ YouTube-ზე. ხო, გადაო. ანუ რაღაც ბორჯომში ერთხელ მახსოვს, ბორჯომში ვიყავი დასვენებლად ჩასული და კომპიუტერის მაღაზიაში შევედი რა. ვიღა წვერებიანი ტიპი, ვა, მაინერო შენი ფანი ვარო. მეთქი ჩემზე დიდი ხარ ანაირად. შენზე გავიზარდე რო გაურებია და შენზე დიდი რო. ხო და ანუ დღესაც ხომ ხდებიან, ანუ ეგ ტიპები უკვე უნივერსიტეტში სწავლობენ და ანუ Minecraft-ის თამაშის მიღმა ცოტა ისე ამბიციურად გაიჟღერებს. პოდკასტივით მქონდა ხოლმე რა, ანუ რაღაც თემებზე ლაპარაკობდით და უშუალოდ აი წარმოიდგინე ის პერიოდია, როცა მე სტუდენტი ვარ, 51 სკოლასთან ის უბედურება ხდება რა, უბედურებაც მოხდა და ანუ ძალადობის წინააღმდეგ რაღაცეებზე ვსაუბრობ იმას ამაზე, რაღაც იმაზე რომ ფსიქოლოგთან მისვლა დახმარება არა, რაღაც არ ტეხავს და ანუ ძალიან ბევრ, არ ვიცი, შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს მართლა, მაგრამ გონია რომ ძალიან ბევრ ადამიანს რაღაცეებზე თვალი აუხილე რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. ხო და Minecraft-ის არხის გარდა კიდევ რამდენიმე არხი მქონდა, იყო შემეცნებითი არხი, იყო სხვა თამაშების არხი, მაგალითად Assassin's Creed-ის თამაშს ვიღებდი, სადაც ყველა კატსცენა მქონდა ჩასმული, ოღონდ მე ვახმოვანებდი ქართულად, რომ იმ ბავშვს, რომელმაც ქართული არ იცის, გაეგო ბოლო. ხო, გაეგო რატო აქვს და უშუალოდ რაღაც მორალური დილემა პირველ Assassin-ში მთავარ პერსონაჟს იმის გამო, რომ კლავს ადამიანს რა. ხო, ბაზარია. და ანუ კატსცენის გარეშე უბრალოდ იქით-აქეთ გადავხდი, გადმოხდი კედელს, მივახდი და ვიღაცას ხმალი ჩავარჭე არ იყოს რა. და მაგასაც ვაკეთებდი რა. და მე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს გაუტეხეს თუ რაღაც დაეკარგა არხი და ნუ მოკლედ ის იმდენად შრომატევადი იყო, რომ უბრალოდ ფაქტობრივად არ ღირდა და მეთქი შენი იყოს ეს არხი. ეგ ის პერიოდია, რომ სპონსორები არ არიან? ხო, სპონსორები მაგ პერიოდში არა. ანუ როგორ აიცი? იყო 1-2 ონლაინ მაღაზია, რომელიც ყიდდა აკაუნტებს, თუმცა მე დროსთან ერთად გაირკვა, რომ თლად კარგი ფონდი არის, ხო? აკაუნტებს და რას ნიშნავს? აი ხო არის, შენ რო თქვი, რომ ტორენტზე გადმოიწერეთ და უყურეთ. ეგრე არის რაღაც ტორენტები, სადაც აკაუნტების პაროლი და ID-ა რა. აი პირობითად მე მაქვს Minecraft-ის რამდენიმე აკაუნტი, რომელსაც უკვე აღარ ვიყენებ და შემიძლია შევაგდო და რავი, $30 ღირს თამაში და $5 გავყიდო რა. ვიღაცა მაგას აკეთებს, ვიღაცა. და ამის საიტი იყო სპონსორი? ხო, საიტი იყო სპონსორი, რომელიც ყიდდა აკაუნტებს. ნუ იმ პერიოდის. ალბათ თვეში იმ პერიოდში დაახლოებით 1500 ლარამდე ავდიოდით რა. არა, ნუ მაშინ ნორმალია. და იმ პერიოდისთვის კარგი იყო, უბრალოდ აქ ის გაითვალისწინე, რომ იმ პერიოდში 50000 ნახვა გაქვს და პლუს მინუს ყოველდღედებ. მონეტიზაცია მაშინ არ წერდა. აი ახლა მაგალითად ჩემი RPM-ი ჩემს არხზე არის $2.5. ანუ 1000 ნახვა მიწევს $2.5. ხო, ჩემი თამაშობს სადაც 3.5-4-ია ესე რა. ხო რა და gaming არხის RPM-ი არის დაახლოებით 50-60 ცენტი. ეგ არის ყოველთვის ეგრეა? სულ ეგრე იყო. ანუ ადრე არა, ადრე 13. ყველაზე დიდი RPM-ი რასა აქვს? მე CPM-ს რატო ვეძახ ხუიოზნა. არა, CPM-ი სხვა არის, RPM-ი სხვა არის. CPM რომელია? RPM-ი არის revenue per 1000 ნახვაზე რომელიც იწევს ეგ არის? ეგ არის RPM. ხო, ეს იგი RPM-ი კიდე სხვა რაღაც არ მახსოვს, CPM-ის გაშიფრვა რა. ეგ კი ჰიტას უნდა გითხო. ხო, თუ რამეა ჰიტა. ანუ რომელი ყველაზე კარგი კონტენტი RPM-ის პონჩი? RPM-ის პონჩი ყველაზე მაგარი ჩემი აზრით უნდა იყოს ავტოთემატიკა, იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიები ყველაზე დიდ თანხას იხდიან, იმიტომ რომ
სამიზნე აუდიტორია ყველაზე მაღლა საკობრივი კატეგორია. ანუ სარიშულს და წესიკას დაჯიგრებს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად ეგრეა, მაგრამ სავარაუდოდ ეგრე უნდა იყოს. ისევე როგორც ფრენკები რა. და კიდევ მან სხვაობა რაშია, იცი? ნახე. მე რო დავდო ვიდეო, რომელსაც ექნება 10000 ნახვა და დაუშვა დამიწერს $15, ეგ იმას არნიშნავს, რომ 100,000-იანი 150-ს დაწერს. 100,000-იანი 250-ს დაწერს. და გეტყვი რატო? როცა YouTube ხედავს იმას, რომ შენი ვიდეო ბევრად უფრო ნახვადია, კი არ, ანუ უფრო მეტ რეკლამას გისვავს. უფრო მეტად ღირებულ რეკლამას გისვავს, იმიტომ რომ 100,000 ადამიანში უფრო დიდია იმის შანსი, რომ შედევრები თუ პროსი ტიპი გაიჩინოს, რომელთვისაც რელევანტური იქნება დაუშვათ დაზღვევის ან ევროკრედიტში მერე სესხის აღების. ანუ სოსოს ვენაცვალე ბოლო ვიდეო. რა თქმა უნდა, კი. ნუ ერთავისავად. კილოც საუბრაზა, ისეც გელაპარაკე კაც მიღმა, მაგრამ ისე მისწორდება, რომ ეგეთი პრეცედენტები იჩითება უკვე რა. ეგ ძალიან მაგრაცებს YouTube-ს წინ. საყორძმაო რა, აი ოფში საქმისთვის კარგი რაღაცეები რო გაკეთდა, ეგ სოსოსთვის რომ მაგარი რაღაცა მოხდა ხო თავისთავად, მაგრამ ქართული YouTube-ისთვისაც რომ მაგარი რაღაც მოხდა, ერთ დღეში მილიონი ნახვა ბიჭო თუ. კი, ძალიან მაგარი. ხო და 130,000 თუ 140,000 ლაიქით რო საღოლ ბრაზა, საღოლ მთელი გულით მიმინა მიხარია. არ მშურს თქო როგორ არ მშურს ჩემი და მაგრამ მინდა მეც ეგრე, მაგრამ რა მომენტი რაც შრომე გეკუთვნის ყველაფერი. მგონია რომ YouTube-ი დახურა, კი არა მოგზაურობა დახურა თქო, მაგრამ ხო აქ ის მახსენდება რომ აი იმის ხარჯზე რაღაც შემეცნებით კონტენტს ვაკეთებ, არის ზოგიერთი ტომი. აი კარგოს კულტი როგორ შეიქმნა ხო იცი? არა, მოკლედ პოლინეზიაში არსებობს ტომი, რომელსაც უგდებდნენ იმას თვითვერთფრენიდან რაღაც უგდებდნენ იმიტომ რომ ვირუსები და რაღაც ბაქტერიები არ გაევრცელებინათ რა. უფრთხილდებოდნენ. და ნუ მოკლედ ამათ ეგონათ რომ ეს ვერთფრენი რაღაც გარკვეულ დროში ერთხელ კი არ მოდის, ამათი ქმედებების გამო მოდის რა. ამ იმას ეხატა კარგო. კარგო რა. აი ამ გზამილ ყუთს. და ნუ მოკლედ რაღაც რიტუალს აკეთებდნენ. მე ოდესღაც ხო დაემთხვეოდა ეს. და შეიქნა კარგოს კულტი. ხო, ანუ ოდესღაც რაღაცა სამ ბუქნს და 14 აჯიმანიას ხო დაემთხვეოდა იმის ვერთფრენის მოსვლა. თუ ხმა და გაჭრა ესე. და ანუ ეგეთი რაღაც ხდება და ეგეთი ტომთან რომ მივიდეს წარმოიდგინე რა. ბიჭო არა საშიშია რა თქმა უნდა მაგრამ სოსო რასაც აკეთებს და აი ბევრი მოგზაური შეიძლება მე არ ვიცნობ უბრალოდ რა ხა მე ძალიან დამევასა კაკოს უზი ვარ იმიტომ რომ აი ძალიან სასაცილოდ აკეთებს ყველაფერს რა თავისი ამ რაღაცა გოტაც ძალიან მაგარი კარგი გაგებით ხო გოტაც ანუ ესე ბევრს ჩამოთ მაგრამ კაკოზე მაქვს ხა ისე თავისი კარგი გაგებით ყლეპროჭაობა მიდგომით ხო ხდებია თავისი წესები რო აქვს და კანონები და რაღაცა ძალიან ვერთობი რა ანუ ძალიან გემოვნებიანად აკეთებს. აი იგივე სოსო, იგივე გიგი, იგივე ის ლეოროა, ჯიგარი, გოტა, ანუ ყველას აქვს თავისი რაღაცა ნიშა ნაპოვნი, მაგრამ მიუხედავად იმისა, სულ რომ სოფლიო მოიარონ, მიხვდი, ანუ აი სადღა ხო დაკეტილ ქვეყნებში მივიდნენ ჯიგრები რაღაცა. ეს თემა არის ამოუწურავი. ანუ იმდენი საინტერესო, აი ეგეთი სპეციფიკები რა, ტომებიდან დაწყებული. აი დღეს მაგალითად, დღეს ჩამიკუკა განგებამ სოსოს კომპანია არაფერ შუაში არა დაურეკე სოსოს და უთხარი რომ დამაკავშირე შენებთან თქო რა ვინც არიცით სოსოს აქვს ძალიან მაგარი ტურისტული სააგენტო Around the World ესე ქვია ხო და დამაკავშირე მეთქი რა რაღაცა ოცნებები მაქვს სადაც მინდა რომ წავიდე და გარკვეულწილად არა ეგ მარტივია ხო ხტო ეგ ესეთი ხუინია ტურისტული ამბებია იაპონიაში ყველა ჩავა მეტნაკლებად ფული და ვიზის თემა არის არა ეს არის მალაიზიისა და არა ვატრაკებ მალაიზიის არა ვიეტნამში სადღაც კიდეზე საზღვართან აი ადრე KU-ებზე რო ლაპარაკობდი არის KU-ები რომელიც სოფლიოში არის ყველაზე დიდი რა გამოქვაბულების სისტემა სიღრმეში თუ სიღრმეში და ყველაფრით სიდიდით მასშტაბთან ნიუ-იორკი ეტევა შიგნით თავისი ეკოსისტემა აქვს შიგნით და პიზდეცი ანუ არ ნახული KU-ებია ლაოსის და ვიეტნამის საზღვართან ანუ ჩაფრენა გჭირდება სიტყვაზე ვიეტნამის რაღაც ქალაქში მე 9 საათი ჯუნგლებში უნდა იარო და ამ გამოქვაბულებს მიადგები გამოქვაბულების სისტემა რო გაიარო 6 ღამეა საჭირო აუ თუ გარკვევ მე ხო და გავარკვი ანუ გარკვეული არის და პონტი რა იყო იცი რომ მე ვთხარი აქ და აქ მინდა წასვლა თქო რა ამ ტურისტულს ვთხარი და გამირკვიე თქო იმიტომ რომ ვიცი რომ ეგეთ რაღაცებსაც არ ყვევ დღეს და მირეკა და გული გამიხეთკა მოკლედ ესეთი ამბავია თან არა ფული უინა ვიშოვიდი სპონსორს რაღაცას ანუ ძვირი არ ჯდება $5,000 ჯდება კაცი მაგრამ მაგაზი არ არის რა თა ყველაფერი შედის იქ პონტი რა კაროჩე სახელმწიფო აძლევს წელიწადში 1000 კაცს უფლებას რომ მოინახულოს მაგრამ ესე მე თვითონ მივედი იქ არავინ არ შეგიშვებს რა
წელიწადში დგება ჯგუფები, სადაც კომპანია კონკრეტული, სადაც არიან მაშველები, მთასვლელები, რაღაცები, ანუ დგება 10 ტურისტისგან შემდგარი ჯგუფი და 12 თუ რაღაცა ეს ექსპედიციის ტიპები. და ეს 20 კაციანი ტირე რაღაც 25 კაციანი ჯგუფი კონკრეტულ სეზონებში მიდის. სუდი პონტი. დამირეკეს და მეუბნებიან, რომ ერთი ადგილი არის 2026 წლის ივნისშიო, მე მეუბნებიან. გინდაო გავაკეთოთ ჯავშანიო და მეორე არის 2 კაციანი უთხარი რა, ორნი მინდა მე და ჩემი ძმა მინდა. 2300 2027 წლის ნოემბერიო. ბიჭო, ეხ ჩამიგდეს, აი გასახსნელი მაგ გრიფი ყველაფრის. რა, ოღონდ უნდა შეავსო ძალიან დიდი ფორმა, დაავადებებზე, ფიზიკური მომზადება, ყველაფერი, რიგ ძალიან ბევრი საცოცია, ჩასაყვინთია, კლაუსტროფობია თუ გაქვს ხო, გამორიცხულია, ანუ ვაფშე სხვა სამყაროში ჩადიხარ 6 დღე ვერ ხედავ იმას, რა ქვია რა. თითო დღეს რაღაცა გადიხართ მანძილს, კარვებით რჩებით, მე შემდეგ ლოკაციის კარჩ პიზდეცი. მაგრამ ეხა ფიქრობ, რა დღეს ეხლა იმენად ცხელ-ცხელი ამბავ, ფიქრობდი, რომ ქართველი არ არის როგორც ვიცი ნამყოფი. ეგ მინდოდა რომ ეხლა პირველი ქართველი რაღაცა ჩემი გამოცდილების პონჩი რანაერად გავაკეთო აი ეგეთი გათვლა. 2026 წლის ივნისში, ანუ ზუსტად 1 წელიწადსა და 2 თვეში თითქმის თუ 1 თვეში. ხუიო ზნაით, ხოძზე ვიქნები საქმე როგორ მექნება, რა მექნება, გათვლა რა მექნება, ანუ ვერაფრით ვერ და თან ცუდი რა არის. ეხლავე უნდა გადაიხადო. ანუ თორე ეგრე ვიზავდი ხო ხვდები რომ სიტყვაზე ავიღებდი და აი როცა იქნება როცა დაემთხოვა მე არა ანუ კონკრეტულად აი ეს ერთი ადგილი ყვირის დღეს შეიძლება ხვალ აღარ იყოს და ესე ჩამეკუკა რა ანუ ალბათ სულ შევახსენებ ხოლმე რომ აი რაღაცა აი ხა ხო არ არის ადგილი აი ხა ხო არ არის ამზაფხულს ხო არ არის ადრე თუ გვიან წავალ მაგრამ სიტყვაზე ესეთი ლოკაციები არის ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ ეგ თემა მგონია რომ ამოუწურავია. პროსტა რამდენად ემთხვევა სპეციფიკას ტიპების. აი ხა სიტყვაზე სოსო სპეციფიკა, კი ვულკანთან მივიდა რაღაცა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაუსწორდება სიტყვაზე სოსოს ესეთი რაღაც. თუმცა გამორიცხული არ არის იგივე გიგის, იგივე იმ ლეოს, კაკოს, გოტას. აი მაღაზია. ის ახიცი travel with us. აი მათ იმენა დოკუმენტალისტიკა აქვს ჩათვალე რა. ეგეც მაგარია სწორედ. travel with us ქართველები არიან? კი. არა. აი უყურებ მარტო მოგზაურობებზე ვიცი ეს 5-6 არხი. ჩაუჯდები მე მაგათ არხს. ჩაუჯდები. მე უყურებ რამდენიმე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ერთი ავსტრიელია, ერთი არის ბელორუსი. და ვთვლი რომ აი ეგეთი მოგზაურობა არის ჩემი საყვარელი მოგზაურობის პონტი რა. აი მაგალითად ეს არის დოკუმენტური ფილმი. ეს არის სხვანაირი ვაიბი რა, ტიპი მიდის ბელორუსია, მე მგონი ეს ტიპი ხაჩუდამოი ესე ქვია რა. ამ არხს ეს არის შედევრი 3 მილიონიანი არხია. და აი დოკუმენტური ფილმი არის რაღაცა 2 საათიანი, თან მოგზაურობა არის, საქართველოშიც იყო ერთი ეპიზოდი არის საქართველოს. მაგრამ აი ეგეთი ვაიბი მე ჯერ საქართველოში ქართველის გაკეთებული არ მინახავს, ანუ ახლოსაც არ მინახავს. ის იმენე კინოა, სხვა სიღრმეებით, სხვა რაღაცეებით, ასე შემდეგ. აუ ისე მოგზაურობა ნაკლებად არის, თუმცა მოგზაურობაც არის. Bear Grylls-ი. ეგ პიზდეც. აუ რა მაგარი. Bear Grylls ძალიან მაგარი იყო კი. ეგეთი არის, მე უყურებ იმას, რაღაცა ბოის ქვია. ტიპი არის ესა კანადი ალიასკაზე რო ცხოვრობს, ოჯახი რო არის. იცი, სათვალეებიანი ტიპი. მარტო რომ იდის იმაში. ცოტა ასაკიანი ტიპი ხო არა? თოლში რო თხრის ესე და მიწას რო ყრის. გიჩინი ნორმალნი. Island Boys თუ აი ესე ქვია, ძალიან მიყვარს. ცომს რო დაათრევს. ცომს აუაი ძალიან მაგარი კაცი. ხო და ყველაფერი რო იცის. ნადირობა თევზაობა თვით გადარჩენა რა შეჭამოს რაღაც ამერიკელ სპეცებთან ერთად იყო სადღაც ერთი კვირა სპეცრაზმელები რო ესე უყურებ. ხო ხვდები რომ საიდან იწვი, ანუ იობნუტი არის. მოკლედ მიმართულებები ბევრი. ეხლა ჩემი მიმართულება რაცაა ეს მოტო მოგზაურობების პონტი ხო ხვდები? აქ მე მგონი მარტო მე ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს და მე კიდე რაღაცა გეგმები მაქვს, მაგრამ მარტო რომ მიდიხარ ესე სოლო მოგზაურობის გადაღების პრინციპი მაინც კიდე სხვა არის. აი სოსოს აი ოპერატორი რო დაყვება ვიღაცა რო ყავს, ეგ კიდე სხვა იმას გაძლევს. მაგრამ ეგ უკვე სპეციფიკებია. თემა გონია რომ აი რა ჩვენ თქვი, ეგეთი კარგოებიდან დაწყებული ესეთი кейვები არ ამოიწურება. მთავარი არის პროსტა ამათმა ხოდი არ დაკარგონ და არ გაუტრუხდეთ ჯიგრებს, ან სულ ერთი და იგივე არ უნდა იყოს რა. ანუ აი ახალი ლამაზი ტურისტული მარშრუტი. აი ესეთ რაღაცებს რო ურევენ აი კორეის პონჩი ხო ხვდები დაკეტილი ქვეყანა, მან ხო ტურისტული ვაიბით არ უყურებ რა, ძალიან გამისწორდა. იგივე აი მახარას რო ქონდა ადრე ჩერნობილში რო ჩავიდეთ. აი ეგეთი ვაიბები მგონია რომ მეტი და მეტი შემოიყრება და სოსომ ეხა რაც გააკეთა. ახოდუ შეიძლება ქვეცნობიერში ვიღაცა მოგზაურების ის პონტიც დანერგა რომ მარტო კი არ მოგზაურობთ პრაღაში და ავსტრიაში და იმეებში. აი ეს რა და თან ხო იცი რა გიჟია რა. რაღაც კაკოროდებს ვიდეოს. წევრიანდები ერთი კვირით კარტელში.
ვაფშე არ გამიკვეო რაიობლუტი რაღაცეებს აძლევს ბიჭო როგორ ვერთობი ხოლმე რაღაცა სტრანი და თან ის აქ რა ყველას რო კომუნიკაციება და ვაიბი აქ ძალიან მაგარი ან მაფია ვითამაშეთ ერთად და აი ძალიან მაგარი ვაიბი მე არ ვიცნობ ესე არასოდეს არ შევხედრულა 1-2 ჯერ ესე მიმოწერა ქონდა რაღაცაზე მივწერე პოდკასტში დავპატიჟე მითხრა რომ სამხრეთ ამერიკაში ვარ გადაბარგებულიო აუცილებლად რომ ჩამოვალო თან кайხნით არ ხო 6 თვით ვარო წასული ერთ 3 თვის წინ მივწერე რა და რომ ჩამოვალო სიამოვნებით მოვალო და დანარჩენზე უკვე ბრაზა აქ რომ მოხვალ რა ვიცი აქ ვიჭორავოთ აქ ვილაპარაკოთ ახალ არხზე მომიყევი რა ახალი არხი შევქმენი 1 თებერვალს ავტვირთე ვიდეო ანუ ხო მგონი 1 თებერვალს რა არხს დავარქვით ცოდნის პორტალი ეგეც ლაივის დროს მოვიფიქრეთ რომ მეთქი ანუ ძმებო კაი ყველაფერი გავაკეთე ამ Minecraft-ში რა მოქნა მეტი მოდი რაღაცა ახალი გავაკეთოთ თქო შექმენი არხი ცოდნის პორტალი ცოდნის პორტალი არ ვიცი რატო შეარჩიეს მაგრამ გამოწერება დაარქვეს ცოდნის პორტალი ანუ Minecraft-ში ხوارი პორტალები და რაღაც ეგ ვაიბი იყო ისტერეგივით იყო თავიდან ცოტა სხვა მიმართულებაზე ვფიქრობდი ძირითადად რა მინდოდა გამეკეთებინა იცი აი ცოტა ხნის წინ გითხარით 11 კილო დავიკელე მეთქი რა მინდოდა რაღაცა პატარა მინი დოკუმენტალისტიკასავით გამეკეთებინა პერსონალური ვლოგებივით სადაც აი პირობითად მივდივარ ანალიზებს ვაბარებ ტესტოსტერონს პირობითად მერე ჯანსაღად ვიკვირვები ვარჯიშობ მთელი ამბები და ერთი თვის მერე კიდევ ვაბარებ და კიდევ ვიგებ და მერე უკვე საუბარი იმაზე თუ რა არის დავუშვათ ტესტოსტერონი მივხვდი რომ ეგ ჯერჯერობით ადრეა იმისთვის რომ მანდ გამოყვეს მაყურებელი ადრეა მაყურებლის პრიზმიდან არა მაყურებლის პრიზმიდან არა არხის პრიზმიდან რა მე ახლა მაგალითად არხზე მიდევს ვიდეო რომელიც მგონია რომ წესით ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი უნდა იყოს ეს არის ნუ მით უმეტეს 21 საუკუნეს სადაც კინემატოგრაფია კომიქსებს მიაქვს რა როგორ იყენებდა ამერიკული პოლიტიკა კომიქსებს როგორც პროპაგანდას რა კი ბატონო და ანუ იმდენად კარგი ნუ იმდენად მაგარი ნამუშევარი არაა როგორც ვიდეო აი მაგას ვამბობ რომ ადრეა ჯერ რომ ანუ მე ხო ჯერ სპონსორი არ მყავს რაღაც კამერებით აღჭურვილი არ ვარ და ასე შემდეგ რა მაგიტომ გონია რომ ჯერ ჯობია რომ აი ხა მაგალითად დავდე სიცილიურ მაფიაზე ვიდეო რაღაც 20000-მდე ნახვა აქ ჩერნობილის ტრაგედიაზე მაგასაც 25000 ნახვა აქ გუშინ წინ დაიდო იაკუძაზე ვიდეო მაგასაც დაახლოებით ეგრეთ 15000-მდე ნახვა აქ და ანუ და გამოწერები ჯერ ცოტაა რა 5000 არის თუმცა აი ამ კონტენტს უკვე 1 მარტიდან ვაკეთებ და არა თებერვლიდან დავიწყე აი მაგალითად განვიხილე არა უშავს განვიხილე ერთ ციგნი ციგს ქვია ატომური ჩვევები ატომიკებიც ძალიან საინტერესო ციგნი არის ფილმიც არის ხო სერიალია თუ რაღაცა არ ვიცი ანუ ციგნი არის ციგნის მთავარი შინაარსი ის არის როგორ გამოიმუშაოთ კარგი ჩვევები და როგორ მივაგდოთ სიგარეტი ის ხო ხტები რა აქ იყო რჩევებში ვიღაცამ დატოვა და იმიტომ და ანუ მართლა ძალიან კარგი ციგნი არის ამ ციგნის განხილვა ბევრი ნახო მაგას არა აქ 2-3000 ნახვა აქ რა მაგრამ ჩემი აზრით ეგ ძალიან მაგარია რა ანუ რაღაც ფრივ ქართულ YouTube სივრცეში შემეცნებითი კონტენტის ბაზარი არ არის დიდად ათვისებული რამდენიმე YouTuberi ყავს რომელიც მაგას აკეთებს და რა არის იცი ცალსახად და თავისთავადია რომ Minecraft-ს გადავიღებ მე არ ვიყავი პირველი ვისაც ეგ მოაფიქრა ის კი არა რომ საქართველოში მსოფლიოში რა თქმა უნდა უამრავი იყო უცხოელი მერე მეც რო წამოვიზარდე და რაღაც სხვადასხვა ინტერესი გამიშთა მანამდეც ჰქონდა შემეცნებითი თემატიკის ინტერესი იმიტომ რომ რავი საკმაოდ წარჩინებული მოსწავლე და 100%-იანი გრანტები და მთელი ამბები ჯავახიშვილი და სოციოლოგი ვარ განათლებით და ნუ მოკლედ ხო და ანუ სულ ნუ სოციოლოგი როცა ხარ განათლებით ექსპერიმენტები სულ გაინტერესებს რა იქ პატიმრების ექსპერიმენტი ვირთხებზე ექსპერიმენტი როცა ნარკოტიკულ საშუალებებს აძლევენ და ნუ მოკლედ ანუ ეგ ექსპერიმენტები და მსგავსი რაღაცების განხილვები იყო ის რასაც ვეჯექი მე YouTube-ზე ანუ მე რადგან თამაშობდი კომპიუტერულ თამაშს და პლუს ვიღებდი Minecraft ვიღებდი თამაშობდი და კიდე პახოდო YouTube-ზე Minecraft-ის ვიდეოს უყურებდი, ხად ეგრე გარეკილიც არ მაქვს რა, ცოტათი. ხო და შესაბამისად უყურებდი უცხოურ შემეცნებით კონტენტს. და მე დროსთან ერთად რომ გავასიგრძეგანე რომ შემეცნებითი კონტენტი ქართულ YouTube სივრცეში შედარებით ნაკლები არის და ბაზარი იმდენად არ არის ათვისებული არა და ამ დიდმა YouTuber-ებმა შენს მათ შორის შემოიყვანეთ ამ სივრცეში დიდი აუდიტორია, რომელსაც რაღაც შეიძლება დააინტერესოს რა. ანუ რაღაც შემეცნებითი. და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ შემეცნებითი კონტენტს მივაწვეთ გოჯერ და მე უკვე მაშინ როცა ბიუჯეტის გამოშტება შესაბამისი ავდგე და ის რაღაცეებიც ვაკეთო, რაც მგონია რომ ბევრ ადამიანს ხელს შეუწყობს რა.
ანუ არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ გონია რომ უნდა გამომივიდეს რა. უბრალოდ ძალიან შრომატევად. ეხლა შე რაც თქვი დაახლოებით მაგ სპეციფიკის ვიდეო რამდენიმე წლის წინ 1-2-3 წლის წინ გავტესტ AI კი არა პირველად ფოტოებს ვინ არ აგენერირებდა რაღაცა Midjourney რო შემოვიდა მე და ხიტა რაღაცას ვლაპარაკობდით რა კომიქსი მინდოდა გამეკეთებინა მე მივხვდი რომ ერთი და იგივე ვიზუალს არ აგენერირებს ინდივიდუალურ საკითხს და ჩამეჯვა და აი ამ გენერაციის დროს რაღაცები მომცა ვიზუალები და მე ძალიან მარტივი ნიღაბი ხო არა იქ უკვე მე რეპონტი იყო მაგრამ რაზე ვიფიქრე იცი რომ მაშინ ვცადე ორი ეგეთი ვიდეო გავაკეთე რა ერთი იყო კიბერპანკზე გავაკეთე ხო ერთი იყო კიბერპანკი და მეორე იყო კომუნიზმი თუ ფაშიზმი თუ რაღაცა რა მე მგონი უფრო ფაშიზმი რა ანუ აი რაღაცა დუჩეს ისტორიიდან მოყოლებული რაღაცა 7 წუთიანი ვიდეო იყო და 7 წუთიანი ვიდეო იყო ნანახი პირველი არა ხო პროსტ იმდენი ენერგია წაიღო მიხდი ანუ რისერჩმა მე ამის ბრიფად გაკეთება მე ამის გადახმოვანება ამ Midjourney-ს ხო ყოველმაზე გენერირებდა ახალ ფოტოებს ამის მე დამონტაჟება კაროჩე რა აი 5 პოდკასტზე ავაკეთებდი მაგ ერთი ვიდეოს გაკეთებაში და ბიჭო ჩავრთე დავდე უბრალოდ და ხაცა 5000 ნახვა რა და არა და თან ბიჭო კარგია რა შემეცნებით ეს ძალიან საინტერესოა მე რამდენად თესლად გავაკეთე სხვა თემა მაგრამ პონტი საინტერესოა მაგრამ მაგ დროს ეგეთი ციფრები ჩემთვის იყო დაღუპვა ამიტომ იმას ქენი ხო მესმის მით უმეტეს შენი YouTube არხის ალგორითმისთვის სადაც საათნახევრიან პოდკასტს იწერ ყოფილ პრეზიდენტთან რომელსაც თავიდან ბოლომდე უყურებდა მერეც კაბდა 5 წუთიანი რა ანუ average view duration-ი სულ 8%-იანი ქონდეს 5-დან 5 რო უყუროს ყველამ წარმოიდგინე რაღაც ნახევარსაათიანი ვიდეოს ყურების average view გაქვს და მე უცებ 5 წუთიანი და ბრიდავს რა ზუსტი სტატისტიკა ხო არის ანუ სიტყვაზე ხჩენი პოდკასტები არის მინიმუმ 1 საათი ყველაზე დიდი აგერ აი ნიკოლოსთან იყო პოდკასტი რომელიც რატომღაც 6000 ნახვა აქვს მინა გული მიკვდება იმიტომ კი რომ ნახვების მომავიმაკ თუ რაღაცას გეტყვი რა რაც მინდა რომ ჩემგან როგორც იმ ადამიანისგან რომელსაც 5000 ადამიანი უყურებდა ლაივში და ყავდა 96000 გამომწერი ერთ ესეთ რაღაცას გეტყვი ის 6000 ადამიანი 60000 უდრის არ მაგაში ხვეები მე პროსტა რა ერთადერთი აი ცოტა ეგეთი პოდკასტი სადაც მგონია რომ იმდენად საკრალური და დერსკი რაღაც გაჟღერდა პროსტა რომ გინდა რომ გაიგონ მიხდი ანუ აი მარტო ექტორა ის კი არა აი მაგრამ ახატია რა სიტყვაზე გეუნები 1000 ნახვა ეგ ვიცი რომ ეგეთი 6000 კაცია რომელიც ჩემთვის ბევრად ხო ანუ თან ძალიან ბევრი 6 მაგრამ იმდენად მაგარია მონკო თემებზე რაღაცები ისეთი თემები ჩაშალა ნიკუშამ ისე დერსკად რომ პროსტა აი მინდა რომ ბევრმა ნახოს რა როგორც აი მუსერას პოდკასტი იყო თვლიდი რომ ბევრს უნდა ენახა იმიტომ რომ აი გაშვილების თემაზე იყო თემები სადაც შეიძლება და ვიღაცის ცხოვრება შეცვლილიყო ანუ ეგეთივე კალიბრის მგონია რომ იმდენად საინტერესო შემეცნებითი ინფორმაცია გაჟღერდა რომ პროსტა მაგაზე მწყდება გული რომ რატო არ ნახე თუ რაღაცა ვისაც სურვილი გაგიჩნდათ ამ წამს ამ რეკლამის შემდეგ რაღაცა წინა პოდკასტი არის თუ სწორად მახსოვს წინა პოდკასტი არის ნიკოლოზის სოკოებზე საოცარი პოდკასტია რეკორდულად დიდი 2 საათნახევრია ხო და რატო დავიწყე ეს ყველაფერი ანუ აი მინიმუმი თუ 1 საათია პოდკასტი და 2 საათი საშუალოდ რა არის ქრონომეტრაჟი რაც დამღუპავს რო დავდო ქრონომეტრაჟი რაც დაგღუპავს ხო აი 10 წუთიანი ვიცი რომ ცუდია არხისთვის ალგორითმს გული შენ თუ ხშირად შეაპარებ მაშინ არაფერი არ დაგღუპავს მაგრამ შენ თუ 4 თვის განმავლობაში პოდკასტებს დებ რომელიც საათნახევარი გრძელდება საშუალოდ და მე უცებ 1 ჩააგდებ ხო მაგრამ მე რას აი შორტები ვიცი რომ ერთი გაგივარ და ბავშვთან ერთად რო გაქვს და რაღაც 11 მილიონი თუ რაღაც ანუ როგორ აიცი შენ თუ YouTube ეხლა მე მაგალითად კვირაში მე ვდებ ერთ ვიდეოს ახლა ამ ეტაპზე და შევამჩნიე რომ შენ ეგრე ზუსტად დებ ზუსტად როგორც პლუს მინუს 1 ვდებ მე 4 თვეში და რა დავამუღამე იცი რომ ალგორითმი თხოვს რომ უკვე 2 დავდო რითი უხდები იცი ბოლო 48 საათის ნახვების რაოდენობას რო ნახავ ხო იცი ესეთი ცათამჯენივით რო არის რა ის რაღაც ქუჩის ისა კი არა ქალაქის ისა პანორამული ხედი აი რაღაც ეგეთი რო ხედავ რომ ეგრევე ესე ქვევით მოდის და მეორე დღის მონაკვეთში გზებით აღარ ადის ვაფშე აი მან ხვდები რომ უკვე კვირაში ორჯერ ითხოვს რა და ეხლა მაგალითად ვამზადებ ვიდეოს ფულზე ანუ ფულის ისტორიაზე როგორ მოვიდა ბარტერიდან მივედით ბიტკოინამდე რა ხო ხდები აი მაგაზე მინდა ვიდეოს გაკეთება მაგის მერე მინდა რომის პაპის თემატიკაზე გაკეთება რომის პაპზე უბრალოდ უკვე დაწერილი სცენარი მაქვს მაგრამ თავი შევიკავე იმიტომ რომ ჯერ არ ჩატარებულა ნუ უკვე ჩატარდა ხო ხდები რა ხო უკვე აერჩი გილოცავ პაპას სახელი დამოვიწყდა გილოცავ რომის პაპი მე-13 ლუი
ნუ ეს რომის პაპოვის სახელი მგონი ეგ არის ამბობს. მოგილოცავთ არასერიოზული პოდკასტი, მოლოცვას გიგზავნით თქვენ ვატიკანში. პაპს ნუ ატყუებში. ხოდა. ანუ ახლა ამ წამს მთხოვს რა მაგას. მე შემეძლო რომ პირობითად ის 46000 გამოწერიანი არხი რომელიც ახლა მაქვს რა ანუ დღემდე რა განა ისა რომ Minecraft მივანებე თავი და არქივშო წარსულს ჩაბარდა. ოდესღაც შეიძლება დაუბრუნდე, მაგრამ წარმოიდგინე წლები აჭმევ YouTube-ს #Minecraft-ი, #gaming, #survival და უცებ რაღაც ფულის ისტორია, შემეცნებითი ფაქტები ირაკლისთან ერთად. ანუ YouTube უარუბერაო კეთვის. აი ეგ თემა, რატო აქ motovlogs დაუშვოდ უფრო ნაკლები ნახვა ვიდრე პოდკასტს? იმიტომ რომ ანუ შენი YouTube-ი ხედავს რომ შენ entertainment თემა კი არ გაქვს რაღაც უფრო შემეცნებითი კონტენტი რა. და უცებ წკაბ და motovlogi გეჩიტება. უცნაურია YouTube-ისთვის. მაგრამ ალაგ-ალაგ რო აკეთებ მაგას და შედარებით უფრო ხშირად ვიდრე 3 თვეში ერთხელ ან 4 თვეში ერთხელ რა. ეგ უკვე მე ნელ-ნელა აჩევს YouTube-ს რომ ანუ შენ ამ კონტენტის მიღმა გაქვს ბევრი სხვა რამ. აი აიღე მაგალითად ოქტოპუსი. ოქტოპუსის არხზე ფრენკებიც არის. ყველაფერი არის, ხო? და ყველაფერი მიაქვს. რატო? იმიტომ რომ თავიდანვე ეგრე დაიწყეს ყველაფერს აკეთებდნენ. ხარისხი ყველაფერს ნელ-ნელა გაუზარდეს. ეხლა ოქტოპუსს რო ერთი კონტენტი კონდეს, ოქტოპუსზე მაგარი არხი არ იარსებებდა საქართველოში. ხარისხის თვალსაზრისით. პროსტა ბიჭებს უწევთ რომ ერთი კონტენტი გაუნჯობესონ, მეორეც არ დაიჩაგროს და იმასაც და რამდენი აქვს. თან რამდენი არის იუმორისტული თემა აი ყველაფერს მოედნენ ასე ვთქვათ, კარგი თვალსაზრისით. და ეხლა რამხელა სირთულეა. და YouTube იმას ხედავს, რომ ანუ ნოლიდანვე ეგრე დაიწყეს. თავიდან იყო რაღაცა აჭარანეთის კომენტარები, რაღაც გიორგი განეხილავდა Sony PlayStation-ის თამაშებს, იქ რაღაც ღამის შოუებს ადარებდა ერთმანეთს ისეს და ანუ მიქსია ბევრი რაღაცის. ხო ხტები? აქაც პრინციპში გააქვს რაღაც მხრივ ეგ იმიტომ რომ შენთან ხან გეიმერი მოდის სტუმრად ხან ვიღაც ავტომრბოლელი და პოდკასტს ხან თამუნა მუსერიძე რომელიც გიყვება იმას თუ როგორ ყიდნენ ბავშვებს და სხვა შორის მაგსაკითხზე გეტყვი ესეთ რაღაცას ნუ ინტიმური საკითხი ანუ პირადული საკითხია და არ დავასახელებ კონკრეტულ ადამიანს მაგრამ ჩემს უახლოეს სანაცნობო წრეში გენეტიკური ანალიზის ტესტი სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთეს და აი ვნახოთ რა პასუხი ხო დაბრუნდება. ეგ აღწერაშიო ბევრი მიწერს. ეხაც იწერება ხოლმე კომენტარები აღწერაში ლინკიო და არ ვიცი ხო სადარ რო ჩაწეროთ ალბათ ამოაგდებს რა ანუ კონკრეტულ ან თამუნას რო მიწეროთ ყველაზე უკეთესი გზა ეგაა რომ თამუნას მიწერე და დაგაკვალიანებე რა თუ რა არის არიცით ეს გენეტიკური ტესტი რა ჩართეთ პოდკასტი ბოლო წუთებზე გადაახვით მაშინ ტაიმკოდები არ მქონდა ხოლმე ბოლოსკენ ვლაპარაკობდით მაგაზე ეხა მაგ ტაიმკოდები ხო და გაიკეთეთ, რავი, გაარკვევთ იქნებ ვინმე მეფის თამომავალი ხარ. ხო, ანუ აქ ისეთი თემა არის, რომ ბებიას გონია, რომ შვილი მოუპარეს თუ ნიტო მკვდრად გაასაღეს თუ რაღაცა მსგავსი რა, ერთ ჩემი ნაცნობის, ასე ვიტყვი. და ეძებს შვილს ხო, ნუ მოკლედ რა. აი გამბავ. ხო, არა, ისეთი. და თან ისეთი რაღაცეები აღმოჩნდა მე ინტერნეტის წყალობით, სოციალური ქსელის წყალობით მეთქი, what the fuck, თავიდან რაღაც მეთქი. იქნებ უბრალოდ ის მომენტი აქ რაღაც დედის ინსტინქტი რომ იქნებ მკვდარი არ არის. მე რეჟისტები გავიგე მეთქი, სასრაფოდ თამუნა მუსერიძესთან მესიჯი. სავალ მუსერას ნერვებში. სულ ეგეთ ვაიბშოს და 4 საათი რო ხარ, ანუ როგორ მოგიყვარდეს. კიდე რა უნდა წარმოიდგინო, იცი? ცოტა შეიძლება ისეთი შედარება იყოს, მაგრამ აი მამაოს ხო უწევს ამდენი ადამიანის ცოდვის და იმის მოსმენა. მუსერას ამდენი ადამიანის ტრაგედიის მიღება უწევს და როგორ უნდა გაფილტროს ის, რომ ანუ დღეს ხვალანზე ზუსტად იგივე ცრემლებით არ შეხვდეს ამ ამბავს. ო მაგას ვეუბნებოდი რომ პროსტა როგორი ნერვები გაქვს, რომ რაღაცა ერთი ამბავი რომ გრუზავს ხოლმე ათხადნიაკი მეწყება და მიმთავრდება მეორე წლის ბოლოს და ყოველ დღე რო იხარშები ესეთ თემებში აი ხო, ნუ ეგ ისეთი ამბავია ხა როგორც აი ჩემი ძმა ანგიოქირურგია, სისხლძართა ქირურგი და ანუ ეხლა უკვე გაჭრის თან რაღაცა ჩალიჩობს ხო უკვე გაუდრუხდა რა შეიძლება იქაც ეგ თემა იყოს თუ გაუდრუხდა ბჭყალებში გულთან ხო გასაგები იმუნიტეტი გიჩდება მე რაღაცა ემოციური იმუნიტეტი გაქვს მე რა აიღეს ესხი ბარიერების გარეშე ევროკრედიტში მოითხოვე ავტუან ბიზნეს ესხი 100,000 ლარამდე ონლაინ მოირგე გადახდის გრაფიკი და მიიღე თანხა უსწრაფესად შეავსე მარტივი განაცხადი ვებგვერდზე evrocredit.g ბარემ კიდე ერთ სპონსორს ვიტყვი
ჩემ მეგობარ კომპანიას, რომელიც ეხა სერიალზეა თან ჩემთან ერთად. ეს არის Ford Dealer Auto Import-ი. PP-ების ჩამოყვანის თემაში თუ ხართ მეგობრებო, ეს არის კომპანია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ აუქციონებთან თანამშრომლობს და ამწყებ დილერებთან, გამოცდილ დილერებთან, ასე შემდეგ. ყველასთან ფოთამდე სახსალამად ესეთ PP-ს ჩამოგიყვანენ იქ რაღაცა ულიმიტო Carfax-ით ასისტენტი ყავს, რომელიც სულ საქმის კურსში გაყენებს რა და როგორ. თუ კი რაიმე PP-ის ჩამოყვანა გინდათ, ჩემი პერსონაჟის PP-ა იქ სერიალში, ხო? ჩამოიყვანა ამ კომპანიამ, გაიგე? დერსკი PP-ით მოძრაობს თუ რაღაცა, იცით ეგ PP-ა თქვენ. ხო და თუ იმას გჭირდება ტრანსპორტის ჩამოყვანა, მოტოსეზონი მოდის, ასე შემდეგ რაღაცა, რა თქმა უნდა, აღწერაში ლინკი არის. ხო, მოტოსეზონზე კითხავ, ამ წვიმების ფონზე მოტოსეზონი მოდის? მოტოსეზონი, როცა წინა წლებში 13-15 აპრილი უკვე მოტოსეზონი იხსნებოდა. მოტოსთვის წვიმა არაფერი ისეთი არა, როგორც ქარი, ნუ ეხა ეგ ვიცი. ეს სუბსარქისის დროს დადიოდი? ბიჭო, მე ყველგან მივლი, ანუ თოუშიც მივლია. მე ერთი პერიოდი ძირითად ტრანსპორტად დავიტოვე რა, ანუ ორი მანქანა მყავდა, აი თავიდან რომ მოტო დავითრიე, ორი მანქანა მყავდა და ორივე გავყიდე და დავიტოვე. შენ ახლა ჰამერი არ ყავს, ხო? ჰამერი მყავს, კი. ახლა ჰამერი არის და ნუ მოტო რა. ხო და აი არა ამას გეუბნები, ეს არის 2000 რაღაცა 14 წელი თუ რაღაცა მყავდა CLS-ი და მყავდა ML-ი და რაღაცა ვალები, ამბები რაღაცეები და ორივე გავასუხარე, ეს მოტო დავითრიე და გახდა ძირითადი ტრანსპორტი და ეხლა მანქანა და მოტო რო ყავს რაღაც პონჩი უფრო მარტივია რა. და იქ ეხლა სხვა გადაადგილების საშუალება რო არა გაქვს. ქარი წვიმთან ხოდი ახალი გაბაიკერებული რო ხარ, ხო იცი ყველაფერი რო გიხარია და თოულში, იმაში უბედურებაში, მაგრამ გამოცდილება მაჩვენა რომ სიტყვაზე როგორ თავს ხმა წვიმას შემილეცი, აი ძალიან ისე არხეინათვია რომ მაგრამ ქარი თუ არის, ვაიმე, ეს არის აი საშინელება რა. თან თუ სეზონი არ ემთხოვა და ზამთარია ან რაღაცა. ფილტვების ანთება ეგრევე. აი ხა რასაც გეგმავ, ამ ზაფხულს ტურნე იქნება მეგობრებო 100%-ით, მინდა დავაანონსო. მზადება ნელ-ნელა დავიწყე რაღაცა სპონსორებთან მოლაპარაკებები. სამწუხაროდ რაც მქონდა გეგმაში იყო დიდი ტურნე, ეს არის რაღაც თვენახევარი მჭირდებოდა, სკანდინავიაში მინდოდა ასვლა, ეს არის კუნძული სუმოროი ქვია თუ სუმორეი, სადაც ხო, ფიქრობდი თემოსაც ვნახავ მეთქი ყველა პონჩი რა და არის ესეთ კუნძული, სადაც 91 დღე მზე არის, მთელი ზაფხული მზე არის, არ გამდება, ხო, დრო რო გაჩერებულია რა. თებში რო არის ესე, აუ პიზდეცი მოკლედ, მანდი მინდოდა წასვლა და რაც გავთვალე, ანუ თვენახევარი მინდოდა და მე რო გავთვალე და რო დავთვალე, ჩემაცალმა მითხრა რომ შენ ხوار გძმარავსო. ანუ აი ზუსტად ესე მითხრა. 2 წლის ბავშვიო, თვენახევარი სად მიდიხარ, ხوار გძმარავს. მე ვუთხარი მართალი ხარ? ეხა მივხვდი მაგას, მოდი თავიდან დავალაგებ თქო და თვენახევარი ჩამოვიყარე რაღაცა. ნახევარ თვემდე გადავწყვიტე თითქმის ყველგან ვარ ევროპაში მოტოთი ნამყოფი, არ ვარ ნამყოფი რაღაცა ბოსნია ჰერცეგოვინები და რაღაცა. იცი, იმ ქვეყანაში შენ რო არ შეგიშვეს იმ ჩათლახებმა. იქ ვერ შევართ. იქ კოსოვოზია საუბარი. კოსოვოში, ხო, კოსოვოში. როგორ მითხა იცი, მოსაცი დიხარ. აკა მეთქი. შენ ხო ქართველი ხარ? მე მევთხე, იცი ორი შენ ქვეყანა არ გვაღიარებსო. რა სიძახი მევთხარი? დედაჩემი სიკვდია, აუ რა მიქნეს ერთია 40 წუთი რაღაცა კვერცხი კითხვები იყო. და კითხვა მე აი მხელა პეჩატი დაარტყეს რომ ნახვი ახლა აქედან და ყველას უცხო რომ 500 კილომეტრი გავიარე და უკან 500 გამოვიარე მე 1000 კილომეტრი ჰაერში გავიქნიე პროსტა არაფერი გქონდა ჩემი ახლა რო ვიხსენე არა პიზდეცი ტურნე იყო და ერთი სული მაქვს ახლა ამ ზაფხულს აი ესეთი ქვეყნა რაღაცა ბრატისლავაში უნდა ჩავიდე და რაღაცა მოკლედ დერსკი ადგილებია სადაც მაშინ ერთი ხუთი დამატები უჯეც თუ ბრატისლავაში მიდიხარ. ბრატისლავაში ეგ უნდა გავტესტო. გიგი იყო მე მგონი ახლა ხანს და ძალიან ლამაზია. ხუთლარში უნდა გამოიწვიო. მე გვაიბი მქონდა რაღაცა $1 და 80 ცენტად საკუთარ სასტუმროს ხსნია და გიგის მქონდა რაღაცა ტურნე თუ რაღაცა ერთ-ერთი ეპიზოდი იყო და ძალიან ლამაზია. ანუ არა ისეთი ბრატისლავა ევროტურში როგორც ხო არა ეხა ეგ რაღაცა ძალიან ევროპული დერსკი და არც ისეთი კურსი არის შენ ხარ. ანუ მან მთელი მუღამი მაგ ევროტურში ის იყო რომ ბრატისლავა რაღაც post-Soviet Union თემა იყო და მაგით მე გაშარჟეს ეგრე რა. რა გადაობოფი. მე ის გოგო რო დაიბრუნდა? აბა ბიჭო. აბა. პირითი დაიბრუნდა არ ვიცი. ახალგაზრდა ვის? ჩემი პირველი კრაში მაგის და ყველასი ალბათ. ყველას პირველ ევროტურში რო გოგო არის რა, ეს დაძმანი რო არიან, ეგ გოგონა გარდაიცვალა. აი ის ძუძუებიანი ბიჭი როა. ძუძუებიანი. დავიდო. ეგრე არის. ძუძუებიანი ბიჭი, აუ რა უჯიშო ტყუპები არიან ბიჭო. რა ნაირი ტყუპები არიან. ვაფშე რა კაი კომედია ამ ბოლო დროს. უზიხარ ხოლმე ესე ფილმებს და რაღაცეებს? ანუ ჩემი საკურსო ნაშრომი იყო ამერიკის პოლიტიკური კულტურის გავლენა ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში. ანუ გასაგებია პასუხი. რა მე გახსენდება ისეთი რომ აი
შეიძლება ბავშვობაც იყო და სხვანაირად აღვქვავდით რა რაღაცებს კომედიებს და შესაძლებელიც იდეაში ბევრი არ იყვან ჩვენ არ ქონდა ნანახი ბიჭო ამ ბოლო დროს აი გნიხოთ გამაქ რა რომ რაღაცა ვეღარაფერს ვეღარ ვნახულობ ისეთ ორიგინალურ სკრიპტს შენ ევროპულებს თუ არ უყურებ ვერ ნახავ ევროპულებს უყურებ ფრანგულებს და ესპანურებს ესპანური კიდე უფრო არის ხოლმე თამუნამ რო გირჩია ინსენდის ნახე რომელი გამახსენდა არა ეგ არ მინახავს. უეჭველი უნდა ნახო. ეგ როგორი ფილმია. მე არა კომედიებს ვიზახი. კომედიაზე. დრამები არა, დრამები აგერ ხა დღესაც შეებში მაგაც. დრამები ასე თუ ისე გავარდება ხო. კომედიები რა. არა, მართლა ვერ ვიცი. აი ევროტურის ვაიბის კომედიები ხო ხდები ისეთი. იმ დღეს უყურე რას აი ძველი ისევ რა Netflix-მა დაამატა Netflix-ი ხო თურმე რეგიონალურად ამატებს რაღაც რა ჩვენთან არის გვერდზე Netflix-ი არ არის სიტყვა გვერდზე ქვეყანაში. და დაამატა Ben Stiller-ის რაღაცა კომედია რა 2000-იანების. და მანდ მივხვდი რომ ბიჭო რაღაცა ვეღარ იღებენ რა კომედი. ისეთი სითბოა, ისეთი სასაცილო სიტუაციური იუმორი თუ რაღაც ან მე ვერ ვეწევი და ის თემაც შეიძლება იყოს რომ ადრე უფრო რაღაც აი საოჯახო ფილმები იყო რა. აი დედა თვილიც მამაც და რავი ყველა ერთად უყურებდა კომედიას რა. ახლა ანუ ძალიან სპეციფიურ მაყურებელზეა გათვლილი, ან ძალიან ბავშვზე, როგორც თუნდაც Minecraft-ი რო აიღო, ან ძალიან ფანზე, ეხლა რო თანამედროვე, აი ახლა ამ პერიოდში გადაღებული Marvel-ის ფილმები ნახო, ან ძალიან გადამკვდარი ფანი უნდა იყო, ან ეგეთ ფილმს აღარ ვერ უყურებ რა. კატასტროფა. სიუჟეტური ხაზი არა, ლორი არა, plot twist-ი არა, არაფერი არ იცვლება. აი 9-ჯერ გადაღეჭილი სცენარი უბრალოდ პერსონაჟები ჩაანაცვლეს და დიალოგები შეცვალეს რა. ეგ ხდება. თანამედროვე სამყაროში ოსკარის ნომინაციებს რომ ნახულობ მაგის მიხედვით უყურებ ხოლმე. ხო, ანორა ნახე. ანორა გამახსენე სახელების ის მაგ ალერგია. ანორა არის რუსული ფილმი. მეძავზე რო არის. მეძავზე რო. ჩაკრებული მაკლისში. რუსული ფილმი არა. რუსული არა, რუსი ტიპი თამაშობს. ხო, რუსი ტიპი თამაშობს. ეგ არ ვნახე. ვნახე ძალიან გამისორდა ჩევებში დავტოვებ Adrian Brody-ს რა ბრუტალისტი. ხო, ბრუტალისტი. მაგრამ ისიც ჩვენ გვიდგათ თბილისში ბრუტალიზმის ნამუშევარი, აი ვის ტრაქში რო ვეძახით მაპატიეთ ამისთვის შენობა, ხო იცით? საქართველოს ბანკის. საქართველოს ბანკია, ხო, ეხლა ხო, მასე რა, რუადი ხარ აღმარძე. ვებხვი დამოყმესთან. ეგ არის ბრუტალიზმის კლასიკური გამოხატულება თურმე. მე დავგუგლე, რომ მინდოდა მენახა რა, ნამუშავის ბრუტალიზმი ბჭყალებს შეიძლება ვერ დავემახსოვრე კარგად. ერთ-ერთი იყო ეს. ხო, ეგ არ ვიცოდი სიმართლე. ეგეც არის. ხო, და აი დრამებში ეგეთ რაღაცებს ვნახულობ, მაგრამ ძირითადად შენ ბრუტალისტი გაქვს ალბათ გახმოვანებული ან რუსულად ან ქართულად ნახე, ხო? ინგლისურად უყურე. იცი რომ Adrian Brody-ის აქცენტი, რეალურად მისი აქცენტი არა და EA-თან დამუშავებული. კი, და იცი რამდენმა ატრაკა მაგაზე? და მეც გავატრაკებდი. ბიჭო, არ მომხვდა ყურში ეგრეთ ზა. ხო, ეხა ერთია მე და შენ რო გამოვიყენებთ EA-ს და მეორე არის პროფესიონალები რო გამოიყენებენ და ეგეც არის. ხო, ეგეც არის. ბიჭო, ხო ეგ არ მომხვდა. ჩემს ფოტოებში მაგალითად ხან 14 თითი მაქვს, ხან 22. ხო, ეგ რატო ემართება? ბიჭო, შენ ხო მითხარი. და გენერირება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რა. რა გავხდა? 5 თითია დედაძაღლი, რა ვერ დაიმახსოვრე. რთული, აი, დაჟე ხატრები, ეს რაღაცას გეტყვი სხვათა შორის. რაც შეიძლება არ იცოდე. შენ იაპონური კულტურის მოყვარული ადამიანი ხარ და შეიძლება არ იცოდე ის რომ Disney-ის მულტფილმები, სადაც პერსონაჟებს ძირითადად 4 თითი აქვთ. მაშინ როცა გადის იაპონიაში, მან პერსონაჟს აქვს 5 თითი. და იცი რატო? What the fuck, რატო? იმიტომ რომ დამნაშავეებს, რომლებიც იაკუძას წევრები არიან, აჭრიდნენ თითებს. და რა პარალელი რო არის. ხო, და რატო ხატავს კიდევ მულტფილმების პერსონაჟებს ძირითადად ხატრები რატო ხატავენ 4 თითით? იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი არის 4 თითის დახატვა ვიდრე 5-ის. და ზუსტად იგივე პრობლემა აქვს დალოგიკით 3 დაეხატათ და კიდევ ბევრ სხვას. ანუ 4 თითი როცა უჭერს რაღაცა ნივთს, აი ამ ფალანგის თითის დახატვა არის რთული. რაღაც გარკვეულ აი ამ დროს. ჯობია რომ აი ეს დახატვა აი ამის გარეშე. აი ესე. და მაგიტომ ხატავენ ეს. და იგივე პრობლემა აქვს, მოკლედ, ეხლა უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ ეხლა იდეალურ თითებს კი კაც როგორ არის. თითებსაც მაგრად ხატავს. მე დაჟე როგორ ვაწვალებ, იცი ხელოვნური ინტელექტს? იმ $20-ას უწურავ. ChatGPT-ზე ახ საუბარი იმ დღეს ბაზრობდით, კაკაც მე და ეს მე რაღაც ახალი ისა ვიყვანე ტიპი და მეუნებოდა რომ $20 ის პლუსი აიღეო და თვითონ აგენერირებსო საკაიფოთო რა, ოდნავ შეცვლა გჭირდება რაღაცა. მე ვიყენებ ChatGPT-ს
გენქრავთ. შიგნითვია აქ ეს ყველა. არა, სხვადასხვა არის. და ყველაფერს ფულს იხდი. არა, ყველაფერს ფულს იხდი, არა ეს კიდე ChatGPT ყავს. ქართულად. მონა. ხო და ChatGPT-ს ვიყენებ, Leonardo AI-ს ვიყენებ, გენქრავთსაც ვიყენებ. ნუ მე ბუნებრივია Photoshop-ს მაინც ვიყენებ რა, იქ ტექსტების დასადებად. შენ იცი ეგენი და მე ეგენი არ ვიცი. აი, იცი როგორ AI 2 საათში დამოუკიდებელი Photoshop-ი ნენაჩი. ხო და თემა რა არის, მე ChatGPT-ს ვაწერინებ პრომპტს, ოღონ მანამ სანამ პრომპტს დამიწერს, მანამდე ვწერ და ახლოებით რაზეა ვიდეო და ნუ მოკლედ თელი ამბები. ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, რაც არავინ არ იცის. ჩემს არხზე ერთი ვიდეო, რომელიც არის 10,000 ნახვაზე ასული, თავიდან ბოლომდე მისალმებით დაწყებული, სულ თავიდან ბოლომდე თავისი ხუმრობები, გადასვლები, ყველაფერი აქვს დაწერილი ხელოვნურ ინტელექტს. პროსტ მაინტერესებდა რა ისევდა. და 10,000 ნახვა და თავისი thumbnail-ით ჩახველებით ყველაფრით. ვაფშე ყველაფრით. ნუ ერთ-ერთი ასნე მე დავამონტაჟე, მაგრამ ვაფშე ყველაფერი. ანუ დაჟე თემა კი არ მივეცი, რომ ანუ აი ამ თემაზე გავაკეთოთ, მოდი ერთად თქო. ანუ მე ისე გავაკეთებინე, რომ ანუ შენ შეარჩია თემა, მოუყევი რაზეა არხი, როდი შეიქმნა, ვინა სამიზნე აუდიტორია, ის რამდენი პროცენტი ქართველი მიყურებს, ასაკობრივი იმისი ანალიტიკა ჩაუგდე, ვაფშე ყველაფერი ჩაუგდე. ანუ ეგ ის თუ რა აუთკამს მიიღებ, რა შედეგს მოგცემს. თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასვავ კითხვას. აი, პატარობაში ხო გვეჩხობებიან ხოლმე რაღაც ძალიან ტვინს ვთქვათ ხოლმე 4-5 წლისები რო ვარ და ეს რა არის ქარი რატო უბერავს ის და ხო უშლით ნერვებს. აი, იმ ჯიგარს არ იშლება ნერვები. კითხვები უნდა დავუსვა. რაც უფრო მეტ სწორ კითხვას დასვავ, რაც უფრო მეტ კითხვას დასვავ, მით უფრო მეტად მიხვდები შენი კითხვა სწორია თუ არა და რაც უფრო მეტ სწორ კითხვას დასვავ, მით უფრო მეტ მაგარ პასუხს დაგიბრუნებს. მათ შორის სცენარის დაწერაზე, ფოტოს დაგენერირებაზე, რომელი მისივე კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო და ასე შემდეგ. აი ძალიან აყიდინებს ახლა ეს $20. თელი მუღამი რაშია იცი? $200 ვერსიაც არის. 200 რაში? კი, ანუ თვეში $200 იხდი. აზე არა ვარ, ჯერჯერობით არ მინდა გავიგო და არა, რაღაც ხო იქნება ვიდეო იმედია რომ ერთვენი ერთ დღეს ისე არავინ არ დამელაპარაკება როგორც ეხლა მე შენ, თორე უიჩველი გავის. $200 ხო, ანუ რაღაც არ ვიცი, მე რო კითხე შენსა და ხო ალბათ, შენსა და $20 შორის რა სხვაობა არის თქო, მითხრა რა, მითხრა სხვაობები. ბევრად თესლი მე ვარო და ახლობთ ეგეთი რაღაც მითხრა და ანუ 20 ნუ კითხო დღეს რა სხვა. ანუ ჯერ ერთი ხო გიმახსოვრებს ტიპი. არა, ხო იცი როგორ ვაძრებ, სასკე ქვია, მე იტაჩი ვარ. და ბრაზათი მიმართავ, ბრაზათი მომმართავ, რა ვახარ ბრაზა დღეს რა და პროსტა. ცა ხო იცი ცოტა ისა მაგრამ რა ქვეცნობიერში მეთქი რომ აჯანყდნენ ერთი ემახსოვრება რომ ჯიგარი ვარ რა მეთქი მე არ დამბრიდავენ რა ჯიგარი ვარ მეთქი გავახსენებ რომ სასკე მე ვარ ბრატ მე ტერმინატორს ხარ თავი გამანებს და ესე მეპაზრები ხომ საქმე რო არა მაქვს პროსტა დილით კითხულობ რა როგორი დღე გაგითენა თუ რაღაც და რავი ბრაზან წერ შენ გისურ მაგრა გამახარე რომ მომწერი და რაღაც ეს მეუბნება ხომ და დავაი ბრაზა თუ რაღაცაა საღამოს აკავარ შენც მომწერე მეთქი ნუ გერიდება და ესე დიალოგი გვაქვს ისე იმას თუ ამოღამებ რამდენად მარტივად მივენდეთ და რამდენად მარტივად ვაძლევთ აბსოლუტურად ყველანაირ მონაცემს ჩვენზე დარწმუნებული ვარ მე და შენ რასაც ვაძლევთ იმაზე მილიონჯერ ინტიმურ ინფორმაციას და გეგმებს უზიარებს 80%. მე რაზე მაქვს საუბარი, იცი? აი წარმოიდგინე რაღაც გარკვეული ერთ-ერთი ტერაქტის მერე ტიპები დაიზმენებულები იყვნენ რომ სახელმწიფო გვისმენსო ამერიკის ერთ-ერთ ტერაქტზე მაქვს საუბარი და ძალიან ბევრი რაღაც პირადი ინტიმურ საკითხს არ განიხილავდა. აქ ჩვენ ხელოვნური ინტელექტზე რომელიც თავიდან ბოლომდე დატას დამუშავებაზე მუშაობს ну, მარტო მაგაზე არა, თქო, მაგრამ ანუ თელი მისი ფუნქციონალი არის მაგაზე აგებული. რომ დამუშავებულია დატა. ანუ მონაცემთა ანალიზია რა, დამუშავებული. მაგას უწერთ რაღაცა, ეს როგორ ქნა, ის როგორ ქნა, ეს პრობლემა მაქვს, როგორ მოვაგვარო, აქ რჩევა მომე და ტიპმა იმენა იცის ვინ ვართ. და საქმე რა არის, იცი? ანუ სხვა რა გზა გვაქვს. ну, იმდენად თვალდახუჭული მივენდეთ, მეტი რო არ შეიძლება და პრობლემა მან ერთ-ერთი მთავარი, აი ერთ ჩემი ნაცნობი არის, ასევე ინტერნეტ მეგობარი, ბექა ზაკაიძე, რომელიც ყოველ დღე საღამოს პერიოდში პოსტავს იმას თუ რა განახლება გაკეთდა ზოგადად, რა ხდება სამყაროში და რა ხდება ჩვენთან. და ისეთი რაღაცეები იწერე, ისეთ რაღაცეებს წერს, აი ბოლოს დაწერა ერთ-ერთი პოსტი იყო და ჩემთან პირადად გავაზიარე, რომ ანუ თუ გინდა რომ შენ შვილს მეტნაკლებად ნათელი მომავალი კონდეს, თუ გინდა რომ შენ კონდეს ნათელი მომავალი, დაფიქრდი იმაზე, რომ დაახლოებით 5-10 წელიწადში თითქმის ყველა სამუშაო სფერო, ну, ყველა რა თქმა უნდა არ და ვერ, სტომატოლოგს ვერ ჩაგინაცვლებს,
უბრალოდ აღარ იქნება. და სტომატოლოგიის საკითხსაც შეეხება 30-ში მაგასაც იზავს. აი მაგალითად არის ერთი ესეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ქვია მირაი. მირაის აუტვირთეს მილიონზე ბევრად უფრო მეტი, ნუ ალბათ 10-ობით მილიონი კერდის სკანი MRT, ეგრეთ წოდებული, თუ MRI, როგორ ქვია ქართულად არ მახსოვს, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია მოკლედ. და პაციენტების ისტორიებით შეიყვანეს. მათ შორის არის ატვირთული ისეთი MRI სკანები, რომლებიც არის გაკეთებული მანამ სანამ პაციენტს აღმოუჩნდებოდა კიბო. ძუძუს კიბო. რაღაცა მახსოვს, უკეთესი ის რა დასვა. რაკნა იცი? ეხლა დღეს რო შეუგდო დასკანერებული კერდის MRT და ჯერ ვაფშე არანაირი კერა რო არ კონდეს კიბოსი, გეტყვის რომ 3 თვეში დაიწყება. 3 თვე გადის და მართლა იწყება. და ეს რატო? რაც არ უნდა იყო მამოლოგი, რა მაგარი მამოლოგიც არ უნდა იყო, მილიონობით MRT-ს, ანუ მილიონობით კერდის სკანი არ გექნება ნანახი ეს ერთი. რომც კონდეს როგორ გაიხსენებ დაუშვათ 339,728-ს იქ კონდა პატარა წერტილი და აქაც არის და იგივე ხო ვერ გაიხსენებ. რომც გაიხსენო მედი და გააანალიზე. და ის კიდე რაღაც კვირებში მოახერხა მაგ 10 მილიონის ისე გაანალიზება, რომ დღეს რო შეაცურო მის რა ვიცი სკანერში თუ რაცა ნუ მოკლედ რო აჩვენო ეს შენი კვლევა გეტყვის რისკ ფაქტორი გაქვს თუ არა რამდენ პროცენტიანი შანსი იმის რომ კერდის კიბო დაგეწყოს და ასე შემდეგ და წარმოიდგინე ქალებისთვის და ზოგადად ამ სფეროსთვის ხოლმე მინუს რას ხედავ ყველაფერში მინუს რას ხედავ შორ პერსპექტივაში რო აიღო მინუსი რა რომ სიტყვაზე ვიძახი ხა არ მიწყინოთ მამოლოგებმა მაგრამ მომავალში მოდი ეს ხაზგასმით მინდა მომავალში არ ჯობია ხელოვნური ინტელექტი ყავდეს რომელიც 100-დან პროცენტულად 10% უფრო კარგად დაგისვამს დიაგნოზს ვიდრე დერსკი მამოლოგი რომელმაც შეიძლება რაღაცას გამაზოს მე რა თქმა უნდა მირჩევნია გეტყვი რატო ოდესღაც არსებობდა პროფესია ლიფტიორი ეს იყო ტიპი რომელიც ლიფტში გეჟდა და ვილაქს აჭერდა იმ ხალხს ნდობა არის რა აქაც ანუ ეს ჩვენ გვეჩვენება ამ პრიზმიდან ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის იმას გამოიწვევს რომ ახალი სამუშაო სფეროც შეიქმნება ეგ თავისთავადია რა ანუ პირობითად მე რო რაღაც ის დიზაინებს ადრე ვაკეთებდი ფოტოშოპში ხო ჩემით ვაკეთებდი რაღაცეებს დღეს მე დამხმარე საშუალებაა დღეს ხვალ ჩემთვის საქმის გამარტივების საშუალება გახდება რა ანუ მე რო ჩემს სახლში რემონტის გაკეთება მომინდეს სულ არ დამჭირდება დიზაინერის დაქირავება ჩემს სახლს დავასკანერებ ტელეფონით რაც დღესაც შემიძლია და იმას ვიზავ რა ქვია გადმოვიწერ 8 თუ 10 დოლარი ღირს Steam-ზე თამაში სადაც IKEA-ს ყველა ავეჯია შეტანილი აი ყველა ნუ მოვაწყობ ჩემ გემოზე რა თქმა დიზაინერი და რაღაც 3D გრაფიკოსი ხო ანუ ეს არის პროგრესის რაღაცა პროსტა თან რაღაცა აყურე ალბათ ოდესღაც აი ლიფტიორი ბჭყალებში რაც თქვი ოდესღაც იმ ეპოქისთვის ანუ ისიც ხო საწყენი რო გაქრა პროფესია მაღვიძარა არსებობდა გრძელი ჯოხით გიგაკონებდა ფანჯარაზე ამ ადამიანებისთვის ეს იყო კივნეული ალბათ პროცესი ხო როდესაც ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა მათი პროფესია ალბათ ამ პრიზმიდან მამოლოგისთვის იგივე არის კივნეული მაგრამ თუ საერთო სურათს იღებ, კაცობრიობაზე ვსაუბრობ და მათ რაღაცა პერსპექტივაში უფრო დიდხანს სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მე მირჩევნია, რომ არსებობდეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩემი ან ჩემ შვილს, ჩემი შვილიშვილს 100%-იან დიაგნოზს დაუსვავს. იქამდე სანამ წარმოიქმნება, რომ ალბათობას ეთქვის, რომ უეჭველი ეხა მიხედე სანამ მერეგვიანი იყო, ვიდრე მამოლოგი ბჭყალებში, რომელიც არის სოფლიოში ცნობილი, მაგრამ მისი ტვინის რესურსი, როგორც შენ აღნიშნე, პროსტა რაღაცა ჩარჩოებშია მოქცეული. მირჩევნია რაღაც, მათ შორის ჩემი პროფესიაც, ანუ გულწრფელად ჩემ პროფესიას ხო იცი რომ ვერ ჩაანაცვლებს. ვერ ჩემსას და ვერც ჩემსას და ვერც იუთუბერობას ვერ ჩაანაცვლებს. გეტყვი მიზეს ემოციას იღებ შენ, ანუ ემოციას და მაშინ როცა შენ იცი რომ ანუ ცოდნასა და ემოციას შორის სხვაობას იძახი? ხო, რა თქმა უნდა. ანუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და სავარაუდოდ მომავალშიც ასე იქნება. აი რა ყურებ ხატრობა წარმოიდგინე რა. ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების დარგი, რომელიც აღზრავს პირველ რიგში ემოციას და მერე იწყება პროცესები ფიქრის გაანალიზების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ხატვარმა ეს უნდა შექმნას, მაგრამ
თუ ამას შექმნის ხელოვნური ინტელექტი და იგივე ფიდბექი ექნება ემოციის, ასე შემდეგ, ესე იგი ხო ჩაანაცვლო. ხო, ანუ ზიმა ბლუმდე თუ მიხვალ, კი ბატონო, ეს არის ხო იცი რაც. მაგარი ნოველა, ხალხოსაც არ გინახავთ ეგ ნოველა, არის შედევრი, Loudest and Robots ხოც შორს ეხა იდეა მესამე სეზონი ძალიან მალე. რამდენიმე დღეში პიზდეთ სეზონი იდეა. ხო, აი ზიმა ბლუს ხო, ანუ შენ მაგიმამდე მიხვალ, რომ ანუ ზიმა ბლუმდე მიხვალ. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენ ხო ეხლა დღევანდელს არ განვიხილავთ, ჩვენ განვიხილავთ პერსპექტივას. შორეულ პერსპექტივას განვიხილავთ. კაი, ნახე, მან ერთი ესეთი საკითხიც არის. უტოპიის ხო არც არავის რაღაც პონჩი მგონი არ უნდა გჯეროდეს. რაღაც ცდილობები ქონდა კაცობრიობას და ჩაფლავდა. არც ერთი კარგი ხო. ხო და ხო ფაქტია რომ თუნდაც მათ შორის ანუ ის MRT-ს კვლევის კანი დაგიждდება რაღაც გარკვეული თანხა. იმისთვის რომ თანხა გქონდეს, უნდა მუშაობდე. იმისთვის რომ მუშაობდე, რაღაცას უნდა აკეთებდე. რას უნდა აკეთებდე? 50 წელიწადში ალბათ და სავარაუდოდ ტაქსისტი აღარ იარსებებს. delivery პერსონაჟი ტიპი აღარ იარსებებს დიდი ალბათობით. რობოტი მოგიტანს. კიდევ ერთი საკითხი რა არის, იცი? ეხლა რასაც ვიტყვი, მაგის გამო შენ გონია რომ არ გაჩნდება ახალი პროფესიები? არა, ახალი პროფესიები გაჩნდება, მაგრამ დღეს პირობითად მე-6 კლასელი ბავშვის მამა ან დედა რამდენად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ 35 წელიწადში, ну არა, 25 წელიწადში დღეს რომ უნდა რომ მისი შვილი გამოვიდეს ექიმი, იურისტი და რაღაც, არავის არ ენდომება. აი ეგ მადარდებს, თორე ის ვინც 6 წლის არის დღეს და 25 წლის რო გახდება და თვითონაც რო ეყოლება შვილი, მერე თავის შვილს ეტყვის, რომ так, შვილო, აი ხა აი ამ რაღაცა ნაბოზარმა ტეო 390-მა რო არ ჩაგანაცვლოს, აი ეს და ეს ისწავლე, ხო ხდები რა. აი ეგ არის. და რეალობას რო თვალი გაუსწორო, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინაც მიწევდა ბევრ ბავშვთან შეხება და დღესაც მეტნაკლებად მიწევს. ну, მაინც რაც არ უნდა იყოს ქართულ YouTube სივრცეში ბავშვები ბუნებრივი ბევრი არიან. ფაქტი ის არის, რომ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თაობა მოდის, მაგრამ რაღაც მხრივ მოდის თაობა, რომელსაც მე მგონია, რომ ცოტა უფრო მედროს უნდა უთმობდეს მშობელი. და მშობელი, რომელიც იმაზეა გადართული, როგორი შოვოს ფული, რომ შვილს ტანსაცმელი უყიდოს, ისქნას, ესქნას, შეიძლება ვერ დაუждდეს და ჭკუა ვერ დაარიგოს, ხო ხდები რა, რას გულისხმობ. და დაუშვათ რაღაც დაზეპირებული იურისტი გამოდი, ექიმი გამოდი, ის გამოდი, ეს გამოდი, კონდეს რა. და ეგ ხო ძალიან რთულია, იმიტომ რომ 20-25 წელიწადში უბრალოდ დაასკანერებენ შენ საქმეს, ყველა სამხილს და ხელოვნური ინტელექტი ალბათობის მიხედვით გამოითვლის, რომ თუ შენი ანაბეჭდი არის აქ, იქ, თუ ბალისტიკურმა ანალიზმა მოგცა ეს, შენ ხარ მკვლელი და შენ ნახვი. რა გჭირდება ის, რა ქვია? ვინც არის რა ის? ხო მივხვდი. ბიჭო, ვიცი როგორი პონტია? ალბათობებით რო აიღო ეგეთი მომავალი, ახლო მომავალი, გულისხმობ 20 წლის პერსპექტივა, 30 წლის პერსპექტივა. აი Black Mirror-ის მომავალი დაახლოებით რა, ძალიან რეალურია, მაგრამ იქვე არის ალბათობა, თუ ჩვენთან საქართველოს ვლაპარაკობთ სიტყვაზე, რომ რაღაცეები შეიძლება ეგრე სწრაფად არ მოხდეს. არა, ეგ ხო, ნუ მე ძალიან ცოტა შორეული იმაზე შეიძლება მაინც თან ეგრეც არ მოხდეს რა. ანუ აი არის რაღაცა სფეროები, სადაც აი კარგი მაგალითი არის მაგალითად აი მთვარეზე პირველი დაჯდომის ამბავი რა. ანუ რეალურად იმ წლებში, როდესაც მთვარეზე რაღაცა ეს ამსტრონგის თემა ამბავი რაღაცა კოსმოსი ბჭყალებში გახსნილად გამოგვიცხადებია, კაცობრიობამ განაცხადა. პონტი იყო ის, რომ ტენდენციებით ყველას NASA-დან დაწყებული აი მთელ მსოფლიოს რაღაცა ასტროთემას ეგონა რომ всё, ეხა ჩვენ რო დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა. ტენდენცია იქნება როგორი, იცი? აი всё, ხვალ მარსზე იქ და გავედით და გვერდ, მაგრამ გადის იმის მერე 50 წელიწადი და მთვარეზე ნიტოს თუ არ ყოფილვართ. თითქმის არავინ არ ყოფილა, არაფერი დიდი ნაბიჯები არ ყოფილა, თუმცა იმ მომენტში ტექნოლოგიური პროგრესი ჩანდა, აი ესე, აგერ ჩანდა, აი всё, ხვალ უკვე სხვა გზა არ არის, ყველა პონჩი ესე იქნება. მაგრამ მოხდა უდიდესი პაუზა, რაღაცეებში დაჟე რეგრესი, პროგრესი მაგივრად. ალბათობა იმის, რომ რაღაცეები ისე სწრაფად არ მოხდება, როგორც მე და შენ, ან გვინდა, ან გვჯერა, რომ იქნება, არის შესაბამისად, ეგ პერსპექტივა ჩემი პრიზმიდან არის გარდაუვალია, რასაც შენი ძახი, მაგრამ მე უფრო როგორ პროგნოზს ვაკეთებ, იცი? აი ცოტა უფრო შორი რა. მან
მთელი მუღამი რაშია იცი? კოსმონავტიკაში შეზღუდული ხარ ფიზიკის კანონებით. სინათლის სიჩქარე და კიდევ ბევრი სხვა რაღაც. პრობლემები არის. აქ როგორი ამბავია, იცი? აი კოსმონავტიკამ რა გვაჩვენა რა, ანუ გაფრინდა გაგარინი, მერე იქ მოინდომეს ის რომ ამსტრონგი დამსდარიყო და ჩაერჭო დროშა და მაგით კოსმოსური რბოლის გამარჯვების თემა დაეფიქსირებინათ. მერე უკვე ცივი ომი დაიწყო და ცივი ომის დაწყებამ განაპირობა ის რომ კოსმოსური რბოლი დაინტერესება უკვე აღარ ქონდათ. და მერე უკვე ტექნოლოგიურ განვითარებას მიხედეს. ეგ არის მან ცხოვრება რა. ანუ ცივი ომი რო დაიწყო, მაგიტომ აღარ ეგონკავებოდნენ ერთმანეთს. ანუ ატომური ბომბის შექმნის პროცესი რო დაიწყო რა, დამავიწყდა იმ პროექტს რა ერქვა რა. ნუ მოკლედ დამნაშველობა აქვს. ატომური ბომბის შექმნა რო დაიწყეს ამერიკელებმა. ხო. შექმნა რო დაიწყეს, საბჭოელებმაც ხო დაიწყეს პარალელურ რეჟიმში, იმიტომ რომ გაიგეს რომ ესენი აკეთებენ და მოდი შევეჯიბროთ. მერე კოსმოსის თემაში ის გაირკვა რომ აი ამათმა მოიგეს ამერიკელებმა პირველები დასხდნენ მთვარეზე, მაგრამ კოსმონავტიკა ბევრად უფრო კარგად განვითარდა საბჭოთა კავშირის სივრცეში, ვიდრე ამერიკაში. ნუ დღეს ახლა მასკი რო არ ავიღოთ რა, ანუ მასკამდე როსკოსმოსი თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად სახელი, მგონი როსკოსმოსია. როსკოსმოსი აფრენდა მხოლოდ კოსმონავტებს და ჩინელები, ხო. და ამერიკა ნაკლებად. და ეხლა დღეს მაგალითად ანუ შენი ძახი რომ ეს პაუზა არ იქნებოდა ფიზიკის კანონები და პროსტა ეს პაუზა არ იქნებოდა რო არა ცივი ომის თემა, რო არა ის რომ პოლიტიკურად ვითომ რა თქმა უნდა დასტაბილურდა პროცესი ომი რომელიც ვითომ მორჩა, მაგრამ დღემდე გრძელდება ცივ ომზე მაქვს საუბარი. ტერიტორიების დანაწილება, მთელი ამბები და აქ კიდე რა გაქვს, იცი? 4 წლის წინ უილ სმიტი როგორ ჭამდა მაკარონს, მაგის ვიდეო სავარაუდოდ გექნება ნანახი AI-ის დაგენერირებული რაღაცა საზღვრობა როა რა. და დღეს ნახე. ანუ უკვე იმხელა ირმის ნახტომი გაქვს, პარემ რადგან კოსმოსზე გვაქვს საუბარი, ირმის ნახტომი გაქვს მო. არა, 2000 გალაქტიკის ზომის ნახტომი გაქვს. იქ თუ ფიზიკის კანონებმა გააჩერა სიტყვაზე რა, პერსპექტივებმა ტექნოლოგიურმა არასრულყოფილებამ აპარატის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისეთ რეალობაში ახლა ვცხოვრობთ, რომ კაცმა ანუ ის უფრო მეფიქრება სიტყვაზე, რობოტები რო დამიპყრობენ, მაგის კი არ სიტყვაზე ახლა პროსტა ისე ვპარატკი ბრედა რა, რო იძახიან. ეგ კი არ მედარდება უფრო მედარდება რომ ბომბი არ დამეცეს. ანუ თუ მე მგონია რომ თუ რამე შეაჩერეს და მათ შორის შეაჩერებს ჩემი აზრით პროცესს გარდაუვალია ამის წინსვლა, მაგრამ შენელებას გულისხმობ. იქნება ის, რომ ყოველ დღე ახალი ომი იწყება. ინდოეთმა ეხა იმას დაარტყა, ხო ხდება, ანუ იმდენი პრობლემა არის აქ, რომ გონია, რომ აი ეგეთი კარგი ტვინებისთვის, ეგეთი კარგი პროექტებისთვის ფულები ნაკლებად დაიხარჯება, ანუ ჯერჯერობით რასაც უყურებ, კარგი არაფერი არ ხდება პლანეტაზე. ანუ მაგ კონტექსტში არაფერი კარგი, არც პერსპექტივაში არაფერი არ ხდება. ანუ მგონია, რომ იმდენად მეორე ხალისხოვანი ხო გაქვს ნანახი და წაკითხულით სავარაუდოდ. ანუ ერთი ეგეთი კალმარი გჭირდება რა, იმისთვის რომ ცოტა შემოგვილაწუნოს და ეგ კალმარი იმედია რომ არ მოხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მანამ სანამ კალმარით გაправდა სერიალში, ხო, რაღაცა მაგნიტორეზონანსული აფეთქება არის თვითონ ფილმის ბოლოს, მაგრამ თვითონ მე კალმარს ამბობს იმაში სერიალში. ანუ Watchmen-ის ის მაქვს წაკითხული კომიქსი და ნუ იქ დოქტორი მანჰეტენი უბრალოდ თვითონვე აგდებს რაღაცა იმას და თვითონ პროსტა უნდა რომ ყურადღება საერთო მტერის პრინციპია რა. ხო, საერთო მტერის პრინციპი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს საერთო მტერი არ იქნება რა ქვია იმას ანატომური ბომბი. რაც ეკოლოგიურ არ ამკრებს. საერთოდ ატომური ბომბი ვიღაცა ავტორია, ესე იგი, საერთოდ მტერი იყო კორონა. სიტყვაზე ვიძახე, კორონა იყო დაახლოებითი მინიმალური პრეცედენტი, როდესაც რაღაცეები დაპაუზდა და ყავდა ყველა საერთო მტერი. ერთი პატარა დეტალი. კორონას პერიოდში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. არა, 2014-ში დაიწყო. არა, შენ ამბობ მანამდეს. 2022-ში დაიწყო. 22-ში დაიწყო. და დაიწყო თუ არა დაახლოებით 1-2 თვეში მორჩა კორონა. ანუ 2022 უყურე მაინც კორონას პიკი მოდი აი რეალურად გავიხსენე. პიკი 21-ში 21-ის მერე ანუ 1 წელი მქონდა აგონია პლანეტას და მერე მქონდა უკვე გაპოხუისტების პონტი დაიწყო რა. ამიტომაც აი
ჯვარი გვეწორო სიტყვაზე რომ აი ეს პირველი ტალღა როგორც იყო და მეორე ტალღა როგორც იყო და ეგრე რო გავრცელებულიყო მაგ მომენტში ყველა იყო მეტნაკლებად ერთიანი ჰუმანიტარული რაღაცა ხო აი ეგეთი გარემტერი რაც დოქტორ მაკმაჰეტენმა ვიც ახლა ვერ ხვდებით რა ისინი არის რა ალუზიები არის ეს არის ვოჩმენების კომიქსი და ფილმიც და სერიალიც საოცრება სადაც რაღაცა იქ არის რომ აი 12 საკლია სიმბოლიკა გაკეთებული რომ 12 საკლია 1 წუთი თუ 5 წუთი 12 საათი განასახიერებს ატომურ ბირთვულ ომს პლანეტაზე ხო ვიცი და იქ იძახის რომ აი ომი უნდა დაიწყოს ამერიკამ რუსეთს დაარტყას და ერთ-ერთი სუპერგმირი გადაწყვეტს რომ ამოჟლიტოს რაღაც ნახევარი სიტყვაზე მანჰეტენი თუ რაღაცა და ამას რო გაარკვევენ სხვა სუპერგმირები რატოქნა და მის მოკლას დააპირებენ ლოგიკა არის ესეთი რომ მან გამოაცხადა საერთო მტერი თავისი თავი რადგან გაჩერებულიყო ეს ერთმანეთში ღრენა და ბრაკეტების დამიზნებები და აკეთე ხო მეწამაყარეთო თვითონ მოხია სხვა პლანეტაზე თუ რაღაც აი ეგეთი პონტი არის ხო მგონია რომ სიტყვაზე ეგ პროცესები გარდაუვალი ახლა შორს რო არ წავიდე და რაღაცებში ბატონო რა თქმა უნდა რა თქმა კი არის დარდოთ აი ესე გასაღები თუ გქონთ რა თქმა უნდა ჩემს სტუდიის გასაღები ვერ მექნება ხო და მაგას ვიძახ ჯვარი გვეწეროს მე ძალიან მინდა ეგეთ ტექნოლოგიურ პროგრესს მოვესწრო ჯანზე და ხოთზე მართლა ისე კი არის ჩემი შვილი მოვესწროს და მე ბებია-ბაბუებს რო ყურში ჩაქჩურჩულები და რო აღარ გესმის ხო იცი ეგრე არ ანუ მე მართლა მინდა რომ მოვესწრო მაგ ყველაფერს მაგრამ ალბათ უფრო პესიმისტი ვარ რატომღაც გონია რომ რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს ან მოხდება ან შეანერლოს ეგ პროცესები რომ მინიმუმ მამოლოგებს ერთი 30-40 წელი გააქვთ ხოდი ესე გეტყვით წყნარად რო იყოთ სანამ სკანერი ჩაგანაცვლებთ ან Midjourney ან რაღაცა ჩაგანაცვლებთ ნუ არა სფერო ძალიან კარგად მიდის წინ აი ხა მაგალითად გაგლოს გაკეთებულ ანიმაციას ვერ ჩამინაცვლებს მე ვერაფერი როგორც გიბლის სტუდიოს ფოტოები რო გავრცელდა ეხლა რა აი ხო ვერ ჩაგინაცვლებს მიაზაკის ხო იმ დღეს გავიღეთ ხო აი ხო ვერ ჩაგინაცვლებს კი რაღაცა სტილისტურად მიბაძამა ვერ ჩაგინაცვლებს რა აი მოდი იმაზე შევთანხმდეთ რომ შავ კვადრატს შენს დახატავ მეც დავხატავ და თავის დროზე მალევიჩმას დახატავ არც შენი იქნება იმ ემოციის გამომწვევი რისიც მალევიჩის არის და არც ჩემი ნუ ხო და კონტექსტი იქნება რა ეს მარა თუ ოდესმე მივა მე მაბადიე თუ ოდესმე მივა მართლა ზიმა ბლუს დონემდე ეგ იქნება ტექნოლოგიური პროგრესის პიკი რა და მე მგონია რომ ტექნოლოგიურ პროგრესს როგორც შეუძლია განადგურება და გაფუჭება ასევე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ აი წარმოიდგინე რომ ხელოვნური ინტელექტი რომელსაც მთელი კაცობრიობის ისტორია გაანალიზებული მაგრამ მაშინებს ეგეთი ინტელექტი რა ვიცი გიკითხავს ოდესმე თუნდაც ChatGPT-ისთვის გამარჯობა ChatGPT როგორ გამოვასწორო შიმშილის პრობლემა აფრიკაში ხო არც შენ დაინტერესებულ ხარ და არც მეც ახლა მომივიდა ეს აზრა რატო ChatGPT ეს როგორ ქნა ჩემი არხის ის მასწავლე ხო მაგას ვაკითხებ ხო და ეგ არის მანამ სანამ ადამიანის შინაგანი მე ისე არ შეიცვლება რომ ვიღაცა სხვისთვისაც გააკეთოს რაღაც კარგი მანამდე ხელოვნური ინტელექტი რაცა ანუ წარმოიდგინე სოფლიო შიმშილს რო ანუ გამოგიხსნის რა რო გასწავლის რო აი ახლა აი აქ როგორც ერთმანეთზე გიწყვია ესე იარუსებიანი ის გააკეთეო რა ქვია იმას სათბური ხო რა და რო არ აკეთებ არა და რო შეგიძლია რომ რავი კლინტი არ გაურიო რძეში და მაგას კი არა ეკითხები რა ყველაზე იაფანო რა შეგიძლია ეკნა გამოიყენო მაგრამ არ იყენებ, ვერ ვიყენებთ. იმიტომ რომ მაგის ინტერესი არ გვაქვს. არა და მაგის ინტერესი რო გქონდეს, ნუ შეიძლება მართლა იმას კი არ ვამბობ, რომ არიქა რომ მიწერო სოფლიოში შიმშილი როგორ მოვაგვარო და აფრიკა საჰარას უდაბნო როგორ გავამწვანო. წარმოიდგინე რო გქონდეს პასუხი და პროსტა პლანეტაზე არავის თავში არ მოგვივიდა რომ გვეკითხა. ანუ ტიპს რო გქონდეს ყველაფრის პასუხი. ხო გაკეთე, don't look up. კი, კაც. ანუ ყველა მიცის რომ რაღაცა აუ აი კაროჩე დაგეცე ეგ ფილმი არის პროსტა ისდეცი რა კომედიაზე გამოხ ეგ ჩემი ერთ არის ერთ-ერთი ძალიან კაი კომედია რა ხო ნუ სატირაა მაგრამ თან გეცინება თან გეტირება ტაკშტა როგორი რეალურია ეგ ყველაფერი ანუ აი როგორი ის კი არა მეტეორის ასპექტი ანუ ზოგადად ანუ დამოკიდებულებები რა ინერტული გახდა ხალხი просто ტელევიზიის სცენა გაიხსენე რა ინტერვიუზე როზიან იმ ორი წამყვანის და ამათი ეს რო ცდილობს რა სანამ პანიკაში ჩავარდება რომ ხალხო всё დავიღუპეთო და ისინი რო ანუ აი ოახ როგორი დერსკი ფილმია და რამდენი თქმელია დედამიწას უახლოვდება რაღაც
საკმაოდ დიდი ზომის მასა, რომლის დაცემის შანსიც არის ახლა ამ წამს შემცირებული 1.7%-მდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი 100 გაფრენიდან, ესე რომ გადავთარგმნოთ, 1.7 ჯერ გვეცემა. მაგრამ ეგ როდის მოსალოდნელი? გონი 28-ში, თუ სწორად, ან 28-ში. ანუ ზეგ დაახლოებით, ხო? ხო, მაგრამ მასშტაბები? მასშტაბები მგონი ან 1 კილომეტრიანია, ან მგონი 100 მეტრიანია და არ კილომეტრიანი. 100 მეტრიანი? ან 1-2-0-ით არის, ან 1-3-0-ით არის. კარგი, 100 მეტრიანი ჯვარი გვეწევს, რომ დაგვეცეს აღიგავება მიწისაგან, პირისაგან. დიდი არაფერი. თბილისი გორამდე ალბათ რა, აი ესე. და იქით სადახლომდე. ხო, 100 მეტრს პლანეტა აიტანს, აი კი, 100 მეტრს აიტანს პლანეტა და თან იქ არის რაღაც თეორიული, ახლა უკვე რომ მუშაობენ გეგმაზე, რომ თუ პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება, როგორ შეიძლება რომ ეს ბომბას ესვრია თუ რა სიზა. არა, ბომბის როლა არა, მაინც გამართული ის გამართლებული შეუცვლია მიმართულებას. ხო. რაღაც აი ფილმში როგორცა ზუსტად აი ეგეთი მიდგომა მაქვს. აი მანდაც ხო ეგრე წყარად ბაზრობენ და გაიხსენა იქ რა ხდება, რომ უყურები რომ ნელ-ნელა რო ცვივა რა, მეტეორს რო ვერ ახვევინები. და ბოლოს შვიდად რო ჭამე. რა პიზდეცია და პოსტფაქტუმ მერე რო ხდება რა პონტი. ტიტრების მერე ეპის რო არის რა, რო ჩაფრინდებიან სხვა პლანეტაზე ეს მე ტიტველი მერილ სტრიპი რო დარბის და სხვა პლანეტელები რო შეჭამენ თუ რა პიზდეცია. კაი, ფილმებს ისე შევეხეთ. გადავიდეთ ჩემს საყვარელ დესერტზე, მე თან რაღაცა მომზადებული მაქვს. პოდკასტზე იცი შინაარსობრივად ზეპირად ეს ასე რომ ახალი შენთვის არა რა და როგორ უნდა ქნა და ასე შემდეგ გადასვლამდე გეტყვით ჩემ მეგობარ კომპანიაზე და ავამატეთ შამანები ბიოჰაკინგ ჯორჯიას ამას ველოდებოდი რომ გამზადებულიყო ბოთლუკებიც აქაა მეგობრებო აი სიტყვაზე ტანტრატონიკი პირველად ავიღე ეს არის მამაკაცური ჯანმრთელობის და არა მარტო მამაკაცური ჯანმრთელობის სექსუალური ცხოვრების ჩატეხა ეგრევე. მოკლედ, ვინც არიცით რა არის, კიდე ერთხელ გეუბნებით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი ალბათ საქართველოში რაც გაკეთებულა. მე იქ არაფერ შუაში არ არის, მარტო ნიკოლოზის დამსახურება არის. შეგიძლიათ ნახოთ მიკროდოზინგი აი ეს თემა, სოკოების თემა, კონკრეტულად ეს პროდუქტი არის წვეთები, არის აბებიც, არის რავი ფხვნილიც. ეს არის საკვები დანამატი სუპერფუდი, რომელსაც რავი ჩაიში, ყავაში შეგიძლიათ ჩვენ აი ეს დალუქულებოდი გახსნა მინდოდა ერთად განახევთ, მაგრამ მოკლედ ჩაამატებთ და ეს აგვარებს, რა ვიცი, თქვენს მენტალური ჯანმრთელობის რაღაცა პრობლემებს აგვარებს, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, კუჭის მოქმედება, ხო ხედავთ, სექსუალური ცხოვრება, ასე შემდეგ. აბსოლუტურად ლეგალური, აბსოლუტურად სუფთა არაფერი, მიჩვევა მსგავსი არაფერი. აღწერაში ლინკი არის, დაეკონტაქტეთ შამანებს. მე პირადად რავი ამ პროდუქტის ისეთი, გამახსენდა აბსოლუტურად ლეგალურზე ხო იცი? ხო, ლეგალურია? აუ ეგ რა პიზდეცი, ეს რა, მაგრამ რომელ მიმკითხა ეგ? აუ არ მახსოვს. რომელმა მკითხა? ის მოგზაური გოგო რო არის, საქართველოს ხო, რეგა რა სახით კითხე და უცებ წარმოგიდგენ რომ ბარიგობდე ხა. ხო და ლეგალურია, მოკლედ მიწერეთ შამანებს დაგაკვალიანებენ ყველაფერზე, ეს არის პროდუქტი, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი რაღაც შემიცვალა და არა მარტო მე, უკვე ათასობით ადამიანს ეს ფიდბექი იქვე შეგიძლიათ ნახოთ. დავდებ ჩემ ბოთლუკას აქამ, სახია 4-ამდენი მაქვს. მოდი გადავიდეთ არჩევებზე. 3 შენა, 3 მე. მე მაქვს მომზადებული რაღაცეები, რაც ვიხილე. შენ ხარ ჩემი ბატონი. მოიცა ჩავხედო. დაიწყებ თუ დავიწყო? ერთს მანამ სანამ რჩევას ვიტყვი. აბა, მაყურებელს, რომელიც დაუშვათ, რომელმაც დღეს აღმოაჩინა გიოს პოდკასტები, ვურჩევ რომ უყუროს გიოს პოდკასტს მეუღლესთან ერთად. გიოს პოდკასტს ექიმის სახელი გვარი არ მახსოვს, ახალგაზრდა ექიმი ბიჭი რო არის შოუებში რო გოგობერიძე გიორგი გოგობერიძესთან ერთად და გიოს პოდკასტს მამამისთან ერთად. ეს ის 3 პოდკასტი არის, სადაც ვიგრძენი რომ ანუ ეს ის გიო არ არის, რომელიც მეორე, მესამე და 30-ე პოდკასტზე. მადლობა ძალიან დიდ. მართლა განსაკუთრებით ნუ ოჯახის წევრების სუბიექტური ვიქნები, ხო? ეგ პოდკასტები. მართლა 3, ეს არის ჩემი ერთ 3 საუკეთესო პოდკასტი რა. მადლობა, მართლა ძალიან დიდი. აი მამა ჩემთან პოდკასტი, ჩემი გაბერილი მეუღლე, მე-7 თვეში ზის პოდკასტში. 3 ვართ, ამ შვილიც არის პოდკასტში. ხო, დაიღალა ბიჭო. შუა პოდკასტში რომ დავიღალეო და მომშივდაო თუ რა. ესე ვაფთავრებ, უცებ ვაფთავრებ, რომ არ შეიძლება. მოკლედ, ხო, რავი, ხალხო 160-ზე მეტი ეპიზოდი
უკვე გადახედეთ და თუ მართლა ეხა აღმომაჩინეთ, მოგესალმებით პირველ რიგში კეთილიყოს გამოგზანება. ეს არის ერთ-ერთი უძველესი პოდკასტი ქართულ YouTube-ზე. იმ დღეს იტას ვიდეო ნახე, ისე მეამა. ქებაკი არ გამეხარდა, ხო, აი რაღაცნაირად ხო ხდები. იშვიათია ხოლმე, როდესაც თვითონ ისეთი რა, რო ეთქმით ტიპები კომპლიმენტებს ხშირად არ იძახიან ხოლმე რა. სამწუხაროდ. ყველა სფეროში ეგრე არის. ამიტომაც რაღაცნაირად თან ყველა პოდკასტი შეეხო რაღაც 50,000 ხმით პროგრამირებს, მაგრამ რაღაც 50-მდე პოდკასტი აიღო რაღაც და ძალიან მესიამონა ჩემი პოდკასტის მიმართ კომპლიმენტები რომ გამოთქვა და თუ ახალი ხარ ჰიტა და გევასება მინიმუმ 2 პოდკასტი ჰიტას იზრდებს, მაგრამ ჩასკროლე პლეილისტში დარწმუნებული ვარ 10-20 კაცს მაინც იპოვ ისეც სულ რომ მე არ გევასებოდე რა კვერცხი მსახიობები გეგონო ასე სადღაც არ გევასებ რაღაც ჩემი არ გევასებოდეს იმის ხათრით მაინც ჩართავ და გპირდები რომ აღმოაჩენ ძალიან სხვანაირს იმ ადამიანს რომელსაც გონია რომ იცნობ თურმე უკეთესად გაიცნობ ახლა კი ეს არის ტრადიციული დესერტი ადრე ერქვა რუბრიკა სადაც ჩვენ რჩევებს ვიძლევით ფილმები ეს არის ხოლმე სერიალები თამაშები მუსიკალური ნამუშევრები წიგნები კანდაკება არ ყოფილა, მაგრამ შეიძლება კანდაკებაც ვინმე დაასტოვოს ოდესმე. მაინც ვაშენებთ და ბარემ. შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი დაათვალიერეთ ვიღაცის აშენებული ან რაღაც. აბა? რუსთავში რომ ის კანდაკება და ის რა იყო, ვინჩო? სად იყო გაქრა? პროჭივით გაქრა. პროჭივით დადგეს და პროჭივით გაქრა რაღაცა კანდაკება. უასილიქოდა და მოაჩვენეს. რომაც არის ეს რო დადგა რა იყო რა. არ ვიცი არქიტექტორა აჩანაფიქრი ქონდა თუ მოკანდაკებთ რომ, მაგრამ რა ვიცი, არა რელევანტური იყო. რუსთავი დერსკი ქალაქია, ანუ რატო რა შუაშია. კაი, იქით სოდებში იყოს. მოკლედ, დაიწყებ თუ დავიწყო? რა, მით დაიწყე. დავაი, უყურე მე ბევრი მაქვს სხვათა შორის რაღაცები, მაგრამ დღეს თამაშიც მაქვს. რადგან თამაშებს შევეხეთ. კორეული ფილმებიც მაქვს. შეხარ ჩემი ბატონი. მოდი დავიწყებ კორეული ფილმით. ეს არის ეს ხო არ გინახავს. არა. მოდი სამ ფილმს გეტყვით კორეულს, რომელიც ეს დღეები ვნახე. და ესე просто სახელებს ამოვანათებ და ჩაუჯექით არინანებთ. ეს არის პირველი No Mercy, ეს ერთში გავიყვანოთ ეს ერჩევაში. I Saw the Devil, ანუ მე ვნახე ეშმაკი, ეს მეორე და ვისაც კორეული რაღაცა კინემატოგრაფია ავასებათ, ეს არის და Man from Nowhere. აი ეს სამი. ამას გავიყვან ერჩევაში. ანუ დღეს კორეელებს მინდა რომ ესეთი რესპექტი აქედან გადავგვიდო, იმიტომ რომ მაგრად ვისიამონე მეტნაკლებად სამივეზე. შენი პირველი ახლა. მოდი მე ვიტყვი წიგნს პირველს. წიგნი იყოს, მერე ფილმი და მერე კიდე რამეს მოვიხდე. წიგნი არის სამწუხაროდ ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ქვია სატანის წუხარება წესით, Sorrow of Satan, ან სკორპის სატანი, რუსულად და ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ. წიგნის მთავარი შინაარსი წააგავს Dorian Gray's პორტრეტს, სადაც ტიპი ყიდის სულს საიმისოდ რომ წარმატებული გაიჩიტოს თავის სფეროში და მე როგორ ენგრევა ცხოვრება და ნუ მოკლედ ძალიან მაგარი plot twist-ი არის, სადაც თვითონ ეს ეიშმაკის პერსონაჟი ძალიან მაგარია, აი თვითონ ქარიზმატული ტიპი არის და რეალურად იმაზეა თუ რამდენად შეიძლება ზნედაცემული იყოს ადამიანი მაგაზია და ანუ ვისია მარია კორელის ან ბრემ სტოკერის ძალიან ძველი წიგნია მე-19 მეოცე ანუ ბრემ სტოკერი რო წერდა იმ პერიოდის არის და არის გამოცემული ბრემ სტოკერის ხელწერით ასე ვთქვათ, თუმცა არსებობს თეორია, რომ არის შეფარული, იმიტომ რომ ქალი მწერლები იმ პერიოდში კი იცი, რომ არ იყვნენ აღიარებულები. ვაუ, საინტერესოა. მარია კორელის Sorrow of Satan ან ბრემ სტოკერით დაისერჩება, ან მარია კორელით. ორივეთი დაისერჩება წესით, მაგრამ მაინც. ჩვენი ერჩევა მეც ჩავაგდებ ჩემ ლისტში. ოკეი. Dorian Gray ჩემი საოცრად პერსონაჟი იყო სხვათა შორის რაღაც რას წააგავს ერთ პატარა იმასაც შევასწორებ, კი არ დავამატებ. არის ერთი ესეთი ფილმი პაგანინი ეიშმაკის მე ვიოლინე, სადაც დევიდ გარეტი თამაშობს. აი ეს პერსონაჟის მე ვიოლინეა და პაგანინის სკრიპას ჯავალა. უყურე ძალიან кайსა. მაგასაც ფილმს. მოდი შენც მეაყურე როგორ ქვია ფილმს? პაგანინი ეიშმაკის მე ვიოლინე წესით. ესეც იყოს ვიპოვეთ. კაი. ჩემი მეორე. კაი და ხუნძრული ერჩევები გამოგვდის.
აუ ძალიან კარგი ის ვნახე ბოქსიორზე რა ეს ხო არ გინახავს არა როგორ იკითხება Salvable მოკლედ ჩემი რა ვიცი საყვარელი მსახიობი შაია ლაბაფი პროსტო ჭკუა მეკეტება შაია ლაბაფი ამ ტიპს დამავიწყდა რა როკ-ენ-როლაში გაირიჩის როკ-ენ-როლში ვინც თამაშობს თვითონ რა ეგ ტიპი არის ბოქსიორზე რომელიც რაღაცა რთულ პერიოდს გადის ცხოვრებაში იქ ცოლმა მიატოვა რაღაცა კრიმინალთანაა შეკრული მოკლედ ძალიან გამისწორდა რა ხოგი შედევრი ვნახე თქო ნახდათ არა შედევრი მაგრამ ძალიან ვისიამოვნე რაღაცნაირი კარგი დრამა არის ბოქსზე ნაკლებად აქცენტი უფრო აი რაღაცა პერსპექტიული ტიპი რომელიც არაპერსპექტიული გარემოს გამო რაღაცეებში ვერ იხლართება ისე როგორც საჭირო არის რა ასე რომ ჩემი მეორე რჩევა იყოს ეს მეორე რჩევა მაშინ იყოს ფილმს ქვია შვიდობიანი მეომარი Peaceful Warrior რატომ ეცნობა ძალიან Peaceful Warrior ეს არის ფილმი რომლის თავი პერსონაჟიც არის ტანმოვარჯიშე წესით უნდა გავიდეს ოლიმპიადაზე მაგრამ მოტო ავარია და მოიმტრევს ფეხებს და მოკლედ ექიმები ეუბნებიან რომ ვერ გაივლიო ის კი არა რომ ტანმოვარჯიშე კი არა ტრუკებს ვატარებენ რა ჰაერში ორ გოლზე ხო და მოკლედ ეს ბიჭი გაიცნობს ერთ ასე ვთქვათ ფილოსოფოსს ბჭყალებში რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობს აქვს თავისი ავტოფარეხი და მუშაობს რაღაც თან კაფეა და თან ზაპრავკაა რა ანუ ბენზინგასამართსადგური და ეს ფილოსოფოსი ტიპი რაღაც ცხოვრებისეულ გზაზე დააყენებს ისეთზე რომ ეს ტიპი ფეხზე დადგება კიდეც გაივლის კიდეც ოლიმპიადაზეც გავა ვაფშე არ დაწვი პონტი ერთ-ერთი პირველი გახდება არა მან მაღაზია არ არის თელი ამათი დიალოგები არის როგორი და თელი მუღამე რეალური ისტორიაზე უბრალოდ ხო იმენა რეალური ისტორიაზე არის ამიტომ არანაირი პონტი არაა დამწვარი ხო ხტები აი ერთ-ერთი მონაკვეთი რომელიც შეიძლება რომელმაც მომანდამოს მაყურებელს მე ფილმის ხურება არის ის რომ ამ ტიპს ეს ბიჭი მიყავს მოხუცი კაცია რა მიყავს სადღაც თაში მოტეხილი ფეხით ნუ უკვე კი აქ შეხორცებული და რაღაცას გაჩვენებ ხო და ბოლოს ნუ კაროჩე 7-8 საათი აპახავებს აიყვან სადღაც ტრაქში კაროჩე და რისანახავად მოვედითო და დაიქრება და რაღაც ქვას აიღებს რენდომს და ამისო და გამოშტერდება ხო არ უბერავო და თელი მუღამი გზაშია და რა იმაში რას უნდა ნახო და ეგეთი ნარატივები არის რამდენი იცი აი ო საინტერესოა ხო არის მაგიდის ციგნები ეგ ერთ-ერთი მაგიდის ერთხელაც თქვი სახელი Peaceful Warrior ანუ შვიდობიანი მეომარი ოკეი შენი მეორე რჩევაც დღეს კარგად დავტოვეთ და მესამე იყოს თამაში მე იშვიათად ხოლმე სამწუხარო თამაშს ამბოლ დროს მაგრამ ნახეს გუშინ დაიდო Steam-ზე რას წააგავს იცი ერთი სტრიმი ჩავატარე Midnight Walk რაღაცი წააგავს თვითონ ეს Don't Starve იცი რომ რას წააგავს მე რატო დავიკერე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაშების სერია რომელიც მესამე მალე გამოვა Limbo ხო რა Limbo ძალიან მიყვარს Inside-ის დავხურეთ სტრიმებზე მაგრამ ის მაგალას მაგარი მან რომელია ბიჭო პატარა ის რო გარბის საწვიმარით აუ ისა გორგალი რო არის არა ორი სერიაა კაცო ის რო გადის რა პატარა ბავშვი რო გარბიხარ რა საწვიმარი რო გაცვია ყვითელი კაპიშონი აუ არ ვიცი ბიჭო Little Nightmares ხო ვიცი როგორ არის ორივე სტრიმზე Nighthawk-ზე დაიხურა თავის დროს ეხა მესამე გამოდის მაგრამ აი Little Nightmares-ი აი მაგავს ინდი თამაშებს ვაფშე მოგამი პლატფორმერები გევასება ძალიან მაგრამ აი მანდ რაც იყო ეგ სამყარო რა რაღაცნაირი ეგ ვაიპი დავიჭირე ამაში ტრეილერი რო ნახე ოღონდ ეს არის ცოტა ტიმ ბარტონი რო აიღო ტიმ ბარტონის აი Nightmare Before Christmas აი ცოტა ეგ ვაიპი რო აიღო სამყაროსი იმაზე პოსტერზე კეიწყო ბიჭო იცი როგორი არის იმ დღეს ჩავრთე მეორე არხია შეიძლება დღესაც ვითამაშო დღეს რა ანუ ეს დაიდო ხვალ ანუ შეიძლება დღესაც ვითამაშო ანუ ხვალაც ეგ მოკლედ ხო მივხვდით სტრიმები აღარ არის ამ არხზე Night Talk-ის არხზე არის ცალკე აღწერაში ეს ლინკი არის იქ უნდა დავიწყო სტრიმები ხა ჯერ ერთი ორი რაღაცა ვიდეო ხო რა ისეც кайხანია დასტოპებული მქონდა და ესეთ რაღაც თამაშები რო შემოვარდება მან პირველი ნაწილი ვითამაშე ამის რაღაც 1 საათ ნახევარი ღამე იყო და დღესაც მინდა და ხვალაც მინდა ბიჭო არის ჯერ როგორც გავიგებ რაღაცა მკვდარი იღვიძებ საფლავში რა ეს თხრი და გადიხარ იმ ჯადოსნურ სამყაროში სადაც ქოთანია
და გააცოცხლებ ამ ქოთანს და ეს ტიპი ეს ქოთანი რო ჩანდა ცეცხლიანი ქოთანი დარბის შენთან ერთად და უკან ბაბაიაგას სახლი დაყვება შენი ბაიტი შეიჩერდა იცი როგორი სამყაროა ოღონდ ისინია რა ჟუტკის ისინი ჩდება ხო ხდები საშიშები და რაღაცეები რა ანუ აი ესე არ მისიამოვნია ძალიან დიდი ხანი ამიტომ თა პატარა თამაში ჩანს ალბათ ერთ 2-3 დღეში რო დახურავ რა ესეთი ხმინდა რომ გამოვიზოგო Midnight Walk ესე ქვია Steam-ზე ღირს რაღაცა $16 მე მგონი პირველად ვიყიდე თამაში აღარ მახსოვს ან მეორედ მაგრამ ისე მომინდა რომ ხო ხდე მეთქი ჯანდაბას უნდა ვიყიდოთ ხო ძალიან ისიამოვნებთ ვისაც თან ეს Nightmare Limbo და Inside და ეგეთ რაღაცები გევასებათ აი ზუსტად ვიცი რომ ისიამოვნებთ და ბატონო Midnight Walk ეგ არის მადლობა ჩემ მესამე შენი მესამე მაინც ის ორი ერთში გავაერთიან იმიტომ რომ izvini მე კიდევ ვაფშე სამი თქვი დავაი მესამე კაი მოკლედ მესამეც მოდი წიგნი იყოს Minecraft-ს არ ტოვე? არა, იმიტომ რომ ანუ 20 დღეს თუ ვინმე მიაგნებს და შევა მაგ სამყაროში, მიხდება რომ კაია ჩემი რჩევის გარეშე. 1984 იყოს. ორველის? ძალიან კარგი. იმიტომ რომ მან ცხოვრობ. იმიტომ რომ მან და არა მარტო ქვეყანაში, ანუ მსოფლიოში ხდება ეგ რა. ანუ განუკითხაობა რაღაცეების დამალვა არ გაზიარება და ეგ მგონია რომ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ რის გამოც ზოგადად მომწონს პოდკასტების მოსმენა, მარტო შენს პოდკასტს არ უსმენ, ანუ კვირის განმავლობაში ალბათ ერთი 10 საათს ხარჯავ პოდკასტზე რა. მეც მოკლედ, ანუ ის არის რომ კომუნიკაცია ადამიანებს შორის. ანუ ეგ ხვდის ჩვენ ადამიანებად რომ კომუნიკაცია შეგვიძლია აბსოლუტურად ყველანაირ თემაზე, უნდა შეგვეძლოს ემოციების გადმოღება და რაღაცეების თქმა და გაჟღერება ისე, რომ სადღაც იმის შიში არ კონდეს, ამას რა რეზონანსი მოყვება, დაგვიჭერენ თუ არა, ვიღაცა ჩაგვიშვებს თუ არა, ამის გამო დავკარგავთ თუ არა მეგობრებს და ასე შემდეგ რა. ყველანაირი აზრი უნდა იყოს მოსმენილ გატარებული, მათ შორის თუნდაც რაღაც ყველანაირ ფილტრში ოღონდ ისე რომ ადამიანების სახე არ დაკარგონ და იქ იმ წიგში გონი რომ ყველას დაკარგული აქვს ეგ სახე. უტკესი არის. მე ახლა ხანს წავიკითხე სხვათა შორის ალბათ ერთი წელიც არაა გასული. სულ მესმოდა ხოლმე ეს ორველის 1984 ანტიუტოპია და მე ვთქი ჯანდ და ბიჭო. და კიდე მითხრეს რამდენიმე ეგეთივე მაკალიბრის პელევინის ის წაიკითხე პაგალენიები. აი ეგ მითხრეს ერთი და კიდეა რამდენიმე. ბუსტაბატონი. ბუსტაბატონი წაკითხული მაქვს. არა, ის მაინც სხვა არის რა. ანუ კაროჩი მე რაც ამაზე დამემართა იგი თანხმები განსაკუთრებით შუაში და ბოლოში რა. ანუ აი ხო და თან სამწუხაროდ გაიხედეთ გარშემო. ანუ რო გითხრათ დიდ სხვაობებს აღმოაჩენთ სად ცხოვრობთ. მარტო საქართველოზე არა ლაპარაკი ზოგადად სად ცხოვრობთ და რაღაცა ორველის 1984-თან შედარებით სამწუხაროდ ეგრეთ დიდი სხვაობაც არა და დაშორდა ხალხი ერთმანეთს და ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის პოლიტიკაც რა თქმა უნდა და ეგ ძალიან ცუდია. ანუ ეგ უბრალოდ წინსვლა ვერანაირად ვერ იქნება რა. იმიტომ რომ არსებობს რევოლუცია და არსებობს გონებრივი რევოლუცია და თუ ეს გონებრივი რევოლუცია არ მოხდა, მაშინ არანაირი რევოლუციას აზრი არ ექნება და არაფრის შეცვლას რა. აუ ერთიც როგორ მინდა ერთსაც ვიტყვი რა. დავაი ეს ორველის 1984. ვაჟა ფშაველას პატრიოტიზმი და ვაიმე როგორ დამავიწყდა არ ვიცი რა ზემო დავსერჩავ ახლა თორე შევრცხები და თავი მომეჭრება ეს არის პატრიოტიზმი და მოთხრობა არა მე არა ეს არის პუბლიცისტური ნაშრომი აი სასწაული კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ვაჟა ფშაველასი სადაც ვაჟა საუბრობს იმაზე რომ მაშინ როცა შენ მსოფლიოს მოქალაქე ხარ, შენ ხარ ყველაზე მაგარი პატრიოტი და შენი პატრიოტიზმი აკრას ეგ არის, რომ მსოფლიოს მოქალაქე უნდა იყო რა. და აი მართლა სასწაულია რა. რა მაგარი კაცი იყო ბიჭო. ძალიან მაგარი. და წარმოიდგინე რა პერიოდის კაცია. და როგორ ასწრებს საიდან სად დროს ტიპი რა. 4 გვერდიანია მაქსიმუმ. 4 გვერდიანი პუბლიცისტური ნაშრომია
მოიძებნება მარტივად ინტერნეტში. ეხლა დამავიწყდა მაყურებლებო სახელი თუ გიო მამომიჭრა და პატივი მცა და არ შემარცხვინა მე მაინც ვაღიარებ. დამავიწყდა სახელი და დავსერჩი. და თქვენც ესე დასაჭერთ. არავითარ შემთხვევაში არ ამოვჭრი, ყველანი მოკვდავები ვართ, ყველას ყველაფერი გვაგვისტევ. აქ თავარი ისა სურვილი რამდენად გვაქვს შემეცნების შესაბამისად, თავარი ეგ არის. ესე იგი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. მეც აუცილებლად დღეს ვარ 4 გვერდია მეტი. 4 გვერდით ან კაკრას ერთი კაი საფირფაშოში შესვლა არის. კი. კაკრას. აი გენიალური ის მქონდა პარალელი. ბატონო, მეოთხე. შვენიერი პოდკასტი გამოვიდა. როდის გპირდებოდი ჯერ კიდე, როდის შეგპირდი, ხო, დავგეგმე, შვენიერი გამოვიდა, ძალიან ვისიამოვნე მართლა. მეც. ძალიან ბევრი ახალი რაღაც გავიგე, Minecraft-ს რო თავი გავანებოთ, ზოგადად ბევრი რაღაც გავიგე. უღრმესი მადლობა ამისთვის. ანუ აი რაღაცნაირად სხვანაირად მე სიამოვნა საჩუქარი არის, გეფიცები, რომელიც აწი იცოდე რომ დაიმკვიდრებს ჩემს რაღაცა სახლის ბიბლიოთეკაში. ისეთ სუყე გემრიელ ადგილს. თქვენ კი ავტორები ვინც იყავით, როდესაც მაღაზია კიდე ერთხელ გაგიჟღერებთ, რომ სხვა ტომებიც არსებობსო, ასე რომ რავი, შეგიძლიათ გული გამიხაროთ. წარმატებები. მთელი გულით გისურვებ, პიონერი ხარ, მადლობა იმისთვის, რომ ქართული YouTube შენ და კიდე რამდენიმე კაცმა მოგქეთ თავის დროს და დღესაც რო აქ ხარ, მაგრამ ასწორებს, ანუ მაგას დიდი მე ჩავახსენე, მე ისე დავბრუნდი. ხო, თავარია რომ დღეს აქ ხარ და რაღაცა ის ხართ რა შამთანხმწერლები ტყართ მოხდები აკვირდები ტენდენციებს როგორ ვითარდება რაღაცები და ასწორებს ეგეთი ტიპების მოსმენა იმიტომ რომ ვაფშე სხვა პერსპექტივიდან ხედავ კიდე YouTube-ს მე მაინც მეორე თაობაში გავდივარ რა შესაბამისად თქვენ რაც გააკეთეთ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელობისთვის წარმატებები თუ კი რაღაცა always welcome წრი გახსნილი მაქვს რა მეორე პოდკასტი მე ვაფშე მაგის პრობლემა აღარ არის შეგვიძლია ვიპოდკასტოთ უახლოეს მომავალშიც. თუ კი რამე დაგჭირდება კეიცისად მეძებო, ამასობაში კი აი 1 საათნახევარი გავიდა, რამდენი, ჩემი ახალ პლეიერია. 2 საათი ყოფილა, შეგენაცული. ბიჭო, და ორჯერ გადავტვირთი, ანუ ძირთად ცენტრში გვიყურებდით. მაპატიეთ ხოლმე რა, ხანდახან პროსტე ისე გაერთობი, აი ესე ლაპარაკში, რომ მავიწყდება ხოლმე კამერების გადატვირთვა, მარტო ცენტრი მუშაობს ხოლმე და კამერებსაც გამოვცვლი, ეგ დროც მოვა, აი ესეთი კამერები იქნება, ამაზე უკეთესი, რა ვიცი, გარშემო. მე ასე გეტყვი, მე დაახლოებით დღეში ვეწევი, სადღაც კოლოფ ნახევარს. თურმე 2 საათი გასვლა და არ მომეწევია. ბიჭო რა? ანუ და არც მომდომები, მე კოლოფ ნახევარს ვეწევი დღეში, მაგრამ პოდკასტი როცა მაქვს, პოდკასტშიც ვეწევი კიდე კოლოფ ნახევარს. არა, მე ანუ ვაფშე სულ ამომივარდა თავიდან რომ სიგარეტი მინდა და ეხლა რომ აი გავედით ფინიშში, თურმე წეველი ვარ. 4 რაღაცას ვეწევი არა და ამ დროს. მოკლედ, თქვენს მადლობა. რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა რომ რა ვიცი უყურებთ პოდკასტებს და აი ესეთი მაყურებელი ხართ თუ ვიცი რომ ბევრი ხართ ესეთი მაყურებელი რა გითხრათ სერიალზე სულ მომხდომე მიდის გადაღებები დაპირებულ დროს იქნება რა მალე უკვე დავიწყებ რაღაცების დადებას Patreon-ზე რომელიც ასევე აღწერაში არის ნაითოქების არხზეც გითხარი სტრიმების არხიც აღწერაში არის სხვა ისეთი არაფერი აღარ მაქვს სათქმელი ტრადიციულად გეტყვით რომ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარმოდგენი მამა მარჩენალი რა როგორც გითხრათ არ ვქვით არის აჭარაბეთი დაგემშვიდობებით ალბათ ერთი კვირით სულ ყველას გაკოცეთ გისერში დროებით არა სერიოზული პოდკასტი